გამარჯობა. დღეს ჩვენი სტუმარი არის ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჭიპას მოწვეული ლექტორი. დღეს ვისაუბრებთ პირველი და მეორე მსოფლიო ომებზე, ვერშალის საზავო ხელშეკრულებაზე და მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა გამომწვევ მიზეზებზე და მის უკვე შედეგებზე და მივიღოთ ახალ მსოფლიო წესრიგამდე. კარგით, რამდენადაც მე მითხრეს პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რამდენადაც მე მითხრეს, რაც სკოლის დონეზე ალბათ ყველას გაქვთ ხო ეს პერიოდი გავლილი? ხო? კარგია ეს. ხო. და ვილაპარაკებთ აი ტრანსნაციონალურ ისტორიაზე, ასე რომ ვთქვათ, ანუ გლობალური ისტორია და ამ გლობალურ ისტორიაში სად არის მათ შორის საქართველოს ადგილი და როგორ ხდება ისტორიული პროცესების განვითარება, ანუ რა ლოგიკით მიდის ისტორიული პროცესების განვითარება მსოფლიოში. და ის როგორ მოქმედებს ჩვენზე. ხო, ანუ ისტორია არ არის რაღაც ისეთი საგანი, როგორცაც მაგალითად მე მასწავლინა ხოლმე, რომ ამ დროს ხდება ეს, ამ ეს მოკვდა, ეს დაიბადა, ამან ეს გამოიგონა, ამან ეს ცოლად მოიყვანა, ან ცოლად გაყვა და ანუ რატო ხდება ეს პროცესები, ამისი ანალიზი ხშირად არ მოგვეწოდება ხოლმე. შევეცდებით ახლა ამ მოკლე პერიოდში რამდენი უნდა მოვასწროთ, მაგრამ შევეცდებით რომ მოვასწროთ რაც შეიძლება მეტი. და ნუ ეს ისტორია გვაინტერესებს უნებრივია იმდენად, რამდენადაც ამ ისტორიის ნაწილი ჩვენი საზოგადოებაც არის, საქართველოც არის, ხო? რომ დავიწყოთ, ნუ ვიწყებთ 1914 წლიდან, ხო? პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდან. როცა მოხდა საფრანგეთის რევოლუცია 1789 წელს, ვიცით საფრანგეთის რევოლუცია, ხო, გაგვიგია? 1789 წელს რომ მოხდა საფრანგეთის რევოლუცია, ამ რევოლუციიდან იწყება ორი მნიშვნელოვანი რაღაც, ანუ გლობალურად მსოფლიოში იწყება ორი მნიშვნელოვანი რამ. ერთი, რომ ამ რევოლუციის შედეგად საფრანგეთის მოქალაქეები იქცნენ, საფრანგეთის მცხოვრებლები იქცნენ ყმებიდან მოქალაქეებად, ანუ ყმას და მოქალაქეს შორის იცით რა განსხვავება არის? ანუ ყმა არის უფლებო ადამიანი, რომელსაც არც თქვათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაცხოვრების უფლება არ აქვს, რა თქვათ, რაღაცა თავისი ქონება გაყიდა, წავიდა, რა ქონებაც არ აქვს. უფლება არ აქვს, მას არავინ არ კითხავს მის ქალაქში რას ააშენებენ, მის ქვეყანაში ან მის ოლქში ვინ იქნება მმართველი. ის შეიძლება გაყიდონ საერთოდ. ანუ როგორც ახლა ვთქვათ, აი ეს ტელეფონი მაქვს და ამ ტელეფონს რასაც მინდა იმას უზამ, ეგეთი არის ყმა. შუა საუკუნეობრივი ყმა. და ეს ყმა ამ რევოლუციამ აქცია მოქალაქედ. ანუ მოქალაქე, რომელიც ირჩევს, რომელიც შეიძლება რომ აირჩიონ საკუთარი გამარჯობა. საკუთარი ქალაქის ან რეგიონის მმართველობაში, რომელსაც აქვს თავისუფლება წავიდეს, ამოვიდეს და რომელსაც აქვს კერძო საკუთრება. და შემდეგ ნაპოლეონურმა ომებმა ეს ყმა აქცია, ანუ ეს ყმის და მოქალაქის ამბავი გაიტანა მთელს ევროპაში. ანუ ნაპოლეონი რომ მიდიოდა და რო იპყრობდა ტერიტორიებს და დაიპყრო ფაქტობრივად მთელი ევროპა, აი ამ ახალ სახელმწიფო წესრიგს, ანუ ექსპორტიორი იყო ამ რევოლუციის, შეიძლება ითქვას, ან რევოლუციის მონაპოვრების მთელი ევროპის მასშტაბით. და ამას აყვა, ანუ მართალია ბრიტანეთი არ დაუპყრია ნაპოლეონს, მაგრამ ძალაუნებურად აყვა ბრიტანეთიც. და რატომ? იმიტომ რომ ეს მმართველობის ახალი წესი, როდესაც მოქალაქე ჩართული არის სახელმწიფოს მმართველობაში, აღმოჩნდა ეფექტური. კერძოდ როგორ აღმოჩნდა ეფექტური, ან რა მოხდა? მაგალითად მე-18 საუკუნის არმიებში ან მანამდელ არმიებშიც ადამიანები მიყავდათ ძალით. რუსეთში მაგალითად იყო 25 წლიანი სამხედრო სამსახური. და სამხედრო ბაზებს, ხო იცი სამხედროა, სადაც სამხედრო თქვა ბრიგადები, ბატალიონები არიან, ყავდა ყარაულები. და ყარაულები იმისთვის კი არ ყავდა, რომ გარედან ვინმე თავს არ დასხმოდა, არამედ იმისთვის, რომ
შიგნიდან გარეთ არ გაქცეული იყვნენ ადამიანები. იმ დროის 18 საუკუნის ინგლისურ ფაბებში, აი სადაც ლუცვამენ, ხო? იყო ხოლმე ესეთი წარწერები. ძაღლები და ჯარისკაცები არ დაიშვებიან. ხო? ანუ ესეთ დონე, ანუ იმდროინდელი ჯარისკაცი ესეთ ტიპის იყო. მაგრამ უკვე საფრანგეთის რევოლუციის ჯარისკაცი არის მოქალაქე, იმიტომ რომ ის იბრძვის საკუთარი მიწისთვის, საკუთარი კერძო საკუთრებისთვის იბრძვის, ხო? ანუ მას რევოლუციამ მოუტანა კერძო საკუთრება, მოუტანა უფლებები და თუ ეს ომი წააგო, რომელიც აი საფრანგეთის რევოლუციურ მთავრობებს და მერე ნაპოლეონს ჰქონდა, მას აქვს შიში, რომ აი ამ ყველაფერს რაც მოიპოვა, წაართმევენ. აი ცოტა ისე დღევანდელ რეალობასთან რო გავაკეთოთ პარალელი, აი ამის შემდეგ გავიდა 200 წელი და ბოლო 200 წლის განმავლობაში ევროპაში ცხოვრობენ მოქალაქეები. ანუ დღეს ჩვეულებრივ ევროპელ ადამიანს არ ახსოვს მისი წინაპარი, რომელიც მოქალაქე არ იყო და იყო ყმა. ხო? ანუ ეს არის არსებითი სხვაობა ქართულ საზოგადოებასა და ცენტრალურ და დასავლურ ევროპულ საზოგადოებას შორის, რომ მათ არ იციან როგორია იყო არათავისუფალი ფაქტობრივად, ხო? ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ხო ძალიან გრძელი ისტორია გვაქვს ხანგრძლივად 3000 წლეულზე მეტის, მაგრამ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თქვენ ხართ მეც მათ შორის მე საბჭოთა დროს დავიბადე, მაგრამ გავიზარდე დამოუკიდებელ საქართველოში და მე ვარ პირველი თაობა, რომელიც იმ გარემოში გაიზარდა, სადაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მოქალაქეობა და მოქალაქეობის სრული უფლება. იმიტომ რომ რა ხდებოდა 1917 წლამდე, სანამ რუსეთის იმპერია დაიშალა, სოფლიოში, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ ყმები. შემდეგ, ამ 4 წლიანმა პერიოდმა 1917-დან 21 წლამდე კი მოიტანა ეს თავისუფლებები, მაგრამ ეს არ იყო ხანგრძლივი, ხო, ანუ ვერ გაიზარდა ვერ ამ 4 წელიწადში და 1921 წლიდან სახელმწიფომ ჩაანაცვლა ბატონი, ფეოდალი, ხო, თუ მანამდე იყო რაღაცა ერისთავი, მეფე, ვიღაცა გუბერნატორი, 1921 წლიდან მოვიდა საბჭოთა სახელმწიფო და საბჭოთა სახელმწიფო გეუბნება, სად წახვიდე, სად არ წახვიდე, რა ჭამო, რა არ ჭამო, რა თქვა, რა არ თქვა, რა წაიკითხო, რა არ წაიკითხო, რა ისწავლო, რა არ ისწავლო, ხო? და 1991 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს პირველად ის, რაც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ჰქონდა მთელს ევროპას. ამიტომ არის, რომ თქვენ ნახავთ ჩვენს რეალობაში საქართველოში ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავისუფლება, ანუ ამისი შესაძლებლობები კი გაჩნდა 1991 წლის შემდეგ, მაგრამ არ შეუძლიათ ისე არის შეჩვეული ადამიანი, რომ ანუ მას უნდა უთხრან, რომ რაღაცა ჩამოდი თბილისში აქციაზე დადექი, ან რაღაცა 200 ლარს მოგცევ და ეს გააკეთე, ან ეს არ გააკეთო, ამის უფლება არ გააქვს და ანუ ეს არის მისთვის ნორმა. ეხლა რეალურად საქართველოში რაც ხდება, არის ამის გამოძახილი. ანუ აი ამ ორ სხვადასხვა განსხვავებულ მენტალიტეტს შორის და ეს არ არის უნიკალური ჩვენთვის, მაგალითად საფრანგეთის რევოლუცია რომ მოხდა, იყო ესეთი პროვინცია ვანდეა საფრანგეთში. და ვანდეაში ანუ ამ რევოლუციამ ხო მეფე ჩამოაგდო და მეფეს თავი მოაჭრეს და ასე შემდეგ. და ვანდეაში ამ პროვინციაში ცხოვრობდნენ გლეხები, რომლებმაც იარაღს ხელი მოკიდეს და იბრძოდნენ მონარქიის აღსადგენად. ანუ ყმობის აღსადგენად იბრძოდნენ, ანუ საკუთარი ყმობის გასაგრძელებლად იბრძოდნენ ადამიანები. ხო, იმიტომ რომ მათ ასე იცოდნენ, მათ ასე ესმოდათ, სხვანაირად არ შეეძლოთ, ხო? მე ვანდეელების შვილები და შვილიშვილები უკვე სხვანაირად აზროვნებდნენ, მაგრამ აი კონკრეტულ მომენტში ეს ვანდეას ფენომენი არსებობდა და ჩვენ ახლა ჩვენს გარშემო გვყავს ეს ვანდეა. ხო, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც სხვანაირად არ შეუძლიათ, სხვანაირად არ იციან. ეს უბრალოდ გამოხმაურება, გადახვევარი გამოხმაურება ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. ხო, და ანუ შემოვიდა ეს მოქალაქეობის იდეა და მოქალაქეობის იდეასთან ერთად კიდევ სხვა პროცესები ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ უხდება ეს ბატონყმობები, ადამიანები იწყებენ ქალაქში ჩამოსვლას, ურბანიზაციას, ხო?
ვიღაცა თქვათ ვანდეადან ჩავიდა პარიზში, ვიღაცა ბრეტონიდან ჩავიდა, ვიღაცა რაღაცა ჟირონდადან ჩავიდა და ეს ადამიანები ხდებიან ფრანგები. იქ ხდება საერთო ისტორია, ანუ წერა-კითხვას სწავლობს ყველა და ეს აყალიბებს, ყველა მანამდე ეს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა პროვინციებში არიან გაბნეულები და არც საერთო ისტორია აქვთ, არც წერა-კითხვა იციან, ან ჩვენ რო ვიცით მაგალითად ქართველები ვართ, საიდან ვიცით, იმიტომ რომ ყველამ რაღაც საქართველოს ისტორია ვისწავლეთ სკოლაში, ყველამ ქართული ლიტერატურა ვისწავლეთ, ყველასთვის ილია ჭავჭავაძე ერთნაირად კაი ტიპია, ყველასთვის დავით აღმაშენებელი ერთნაირად კარგი მეფეა. ხო ეს გვაერთიანებს და რანაირად გვაერთიანებს, იმიტომ რომ სკოლაში ვისწავლეთ, ხო? და წარმოვიდგინოთ ახლა რომ სადღაცა სოფელში რო ცხოვრობდეთ, მე რო ჩემ სოფელში ვცხოვრობდე, არც წერა ვიცოდე, არც კითხვა ვიცოდე და უბრალოდ რაღაცა ჩემი გარემო რო იყოს, რაღაც 5 კილომეტრის რადიუსზე, რასაც ხედავ, ეს იყოს მთელი ჩემი გარემო. ხო, ნუ მე შეიძლება ქართულად მელაპარაკა და ვილაპარაკებდი ქართულად, მაგრამ აი ეს ქართველი დღევანდელი გაგებით ვერ ვიქნებოდი. ხო, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე ინფორმაცია არ მაქვს. ეს დანარჩენ სოფლიოში იწყება საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ. საფრანგეთის რევოლუციას დაემთხვა ინდუსტრიული რევოლუციაც, ალბათ ნასწავლი გაქვთ სკოლაში, სადაც ეს საწარმოო საშუალებების განვითარება ხდება, ურბანიზაცია ხდება და ადამიანები ჩადიან ქალაქში. იმისთვის რომ მოდერნული ერი შეიქმნას, მოდერნული ერის და მოდერნული ნაციონალიზმის შექმნა სჭირდება მობილობა, ანუ ქალაქებში გადმოსვლა, მობილობა სჭირდება რკინიგზები ამ პერიოდში გაყავთ, სჭირდება წერა-კითხვის ცოდნა, საყოველთაო განათლების სისტემა. ხო, რაც აი ამ ყველაფერში ერთიანად ხდება ეს და იწყება ანუ ნაციონალიზმი, ანუ თანამედროვე გაგებით ნაციონალიზმის შემოდის. მეორე მხრივ იმ დროინდელი საერთაშორისო სამართალი ვიდრე 1919 წლამდე არის იმპერიული. ანუ დღეს ხო გვაქვს მოსამულობა რომ მართალია ახლა რუსეთმა დაიპყრო უკრაინა, მაგრამ რაღაცა გაეროში ამაზე მსჯელობენ, რაღაცა მისიები გაიგზავნა, რაღაცები დაგმეს, სანქციები შემოიღეს და ნუ კი გააკეთა ეს რუსეთმა, მაგრამ ეს უკანონო არის, ხო? ანუ საერთო კონსენსუსი არის მსოფლიოში, რაცა ჩრდილოეთ კორეების და რაღაცის გარდა, რომ ეს არის უკანონო. ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში არის კონსენსუსი, რომ ეს არის უკანონო. მაგრამ მაშინ, აი ვთქვათ, 19 საუკუნის მდგომარეობით, 20 საუკუნის დასაწყისის მდგომარეობით, ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს დაპყრობა, ანუ ძლიერის მიერ სუსტის დაპყრობა არის ლეგალური, კანონიერი არის. შესაბამისად, ამ პატარა ერებს არავინ და არაფერი არ იცავს. და თუ თქვათ ჩვენ ნახავთ იმდროინდელ, აი ვთქვათ 1913 წლის მდგომარეობით, ანუ მსოფლიოს დაწყებამდე მსოფლიო რუკას, იქ არის თუ არ ვცდები 42-44 სახელმწიფო არის მთელ მსოფლიოში. ანუ დღეს რამდენია დაახლოებით თუ იცით? 240 არა, 200 არის დაახლოებით. დაახლოებით 200 სახელმწიფო არის მსოფლიოში და მაშინ არის 40-ის ფარგლებში. იმიტომ რომ პატარა სახელმწიფოების ადგილი იმ დროინდელ მსოფლიოში არ არის. მაგალითად დღევანდელი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტერიტორიაზე, უბრალოდ მაშინდელი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტერიტორიაზე დღევანდელი 11 სახელმწიფო არის. 11 ერი სახელმწიფო არის წარმოქმნილი. რაც დეკოლონიზაციის პროცესმა გამოიწვია, ხო? და ანუ თქვათ ეს ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა სახელმწიფოთან, ან რუსეთის კოლონიები, ხო? ჩვენ ხო რუსეთის კოლონია ვიყავით. ანუ ამ დიდი იმპერიების კოლონიების ადგილზე უამრავი სახელმწიფო არის წარმოქმნილი და აქედან გამომდინარე არის ეს სახელმწიფოების რაოდენობა 40-დან გაზრდილი ვიდრე 200-მდე, ანუ 5-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფოების რაოდენობა. და მონოპოლიზაცია ხდებოდა 19 საუკუნეში, ერთი მხრივ იბადება მოქალაქის ფენომენი, მეორე მხრივ იბადება ნაციონალიზმი, მაგრამ მესამე მხრივ იმპერიები ახდენენ მონოპოლიზაციას აი ამ პატარ-პატარა ნაციონალიზმებისა. და 19 საუკუნეში ჩვენ გვაქვს უამრავი ამ ნაციონალიზმების უამრავი აჯანყება იმპერიების წინააღმდეგ.
რომ საქართველოს ხო ქონდა აჯანყებები, ვიცით, ხო? მაგრამ საქართველოსზე ბევრად დიდი აჯანყებები იყო, მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ პოლონეთში 1831 წელს, 1863 წელს მასშტაბური ძალიან დიდი აჯანყებები იყო. აი პოლონელების შთამომავლები, მე ეს პოლონელები გადაასახლეს ბევრგან და აი პოლონელების შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ საქართველოში, ან პოლონური გვარებით არიან ტიპები, ან პოლონური ერთ სიტყვა არ იციან, მაგრამ პოლონური გვარები აქვს და იციან, რომ 1863 წელს მის წინაპარი გადმოასახლეს პოლონეთიდან ამ აჯანყებაში მონაწილეობის გამო. მე მაგალითად ერთი მეგობარი მყავს, ჩხარელი პოლონელი. ჩხარი არის თერჯოლაში არის სოფელი. ხო და ესე იგი, როცა დაიწყო მე-20 საუკუნე, აი მათ შორის საქართველოშიც გაჩნდნენ ნაციონალისტი ტიპები, რომლებიც რაღაც ანუ თერგდალეულები ხო იყვნენ, თერგდალეულები უფრო ეროვნულ-კულტურული აქტორები იყვნენ, თქვათ ილია ჭავჭავაძეს არ ჩამოუყალიბებია პოლიტიკური პარტია, არ მოუთხოვია საქართველოს დამოუკიდებლობა ან ავტონომია. ილია უფრო ეზოპესენით საუბრობდა, თქვათ სიტყვაზე დაწერდა ირლანდიის განმათავისუფლებელ მოძრაობაზე და მკითხველს უნდა ეგულისხმა საქართველო ან დაწერდა ჯუზეპე გარიბალდის ბრძოლაზე იტალიაში და მკითხველს უნდა ეგულისხმა საქართველო, მაგრამ აი ფორმალური პლატფორმა თერგდალეულებს საქართველოს დამოუკიდებლობის ან ავტონომიის არ ქონია. აი მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალი თაობის პოლიტიკური ჯგუფები ჩნდებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იყო ესეთი პარტია, სოციალისტ-ფედერალისტური პარტია, რომელიც პირველი ქართული ნაციონალისტური პარტია 1904 წელს ჟენევაში, ანუ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, საქართველოში ამ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ვერ გაიმართებოდა, ამიტომ წავიდნენ და ჟენევაში, შვეიცარიაში გამართეს ეს ყრილობა. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია, სრული სახელწოდება ესეთი იყო ამ პარტიის და ამ დამფუძნებელ ყრილობაზე მიიღეს წესდება პარტიის. და მოთხოვნილი იყო ამ წესდებაში ავტონომია, ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომია საქართველოს და ამ პარტიის დამფუძნებელს ლიდერი იყო არჩილ ჯორჯაძე, ესეთი ძალიან დიდი მოაზროვნე და არჩილ ჯორჯაძეს კითხეს, რომ დამოუკიდებლობას რატო არ ვითხოვთო და არჩილმა უთხრა, რომ ჩვენ კი გვინდა დამოუკიდებლობა, მაგრამ იმას ვითხოვთ, რაც არის შესაძლებელი. 1914 წლამდე საქართველოს დამოუკიდებლობა არ მოუთხოვია არავის აბსოლუტურად და რატო არ მოუთხოვია? განა იმიტომ რომ არ უნდათ. ორი რამ აფერხებდა ამას, ერთი იმპერიული საერთაშორისო სამართალი, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობა ნიშნავდა, რომ 1914 წლამდელ პერიოდში, რომ საქართველოს ომი უნდა მოეგო ერთ ბაშად ოსმალეთის იმპერიასთან, რუსეთის იმპერიასთან და თან რაღაცა დამოუკიდებელი, რაღაც წარმატებული სახელმწიფო აეშენებინა. რაც ბუნებრივია იყო არარეალისტური. ხო, ხა რუსეთს და ოსმალეთს ერთობლივად ომს ვერ მოუგებთ და თან რაღაც წარმატებულ სახელმწიფოს ვერ ააშენებ. ანუ სურვილი ერთია და რეალობა მეორე. იმიტომ რომ არ არსებობდა არანაირი პლატფორმა, ხო, რომელიც რაღაც ანუ გაერო დამიცავს და უთო დამიცავს და ვიღაცა დაგმობს და რაღაცა გამომიგზავნის შეიარაღებს. ანუ არ არსებობდა ეგეთი რაღაცა. საერთაშორისო სამართალი არის იმპერიალისტური იმ პერიოდისთვის და პატარა ერებისთვის დამოუკიდებლობის ფორმად მიიჩნეოდა ხოლმე ავტონომია. ხო, აი ავსტრია-უნგრეთის იმპერია ითვლებოდა ლიბერალურ იმპერიად, ანუ უფრო რბილ იმპერიად, რბილი დამოუკიდებლობა რო ქონდა ამ პატარა ეროვნებებისადმი და 11 სხვადასხვა ენაზე ხდებოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში საქმის წარმოება, იმიტომ რომ რაღაცა ჩეხებს თავისი ავტონომია ჰქონდათ, პოლონელებს, ანუ რომელიც ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში შედიოდა ეს კრაკოვი, თავიანთი ავტონომია ჰქონდათ და ასე შემდეგ. ანუ ავტონომია ერთი მხრივ, თქვათ, აი ამ იმპერიის ფარგლებში გამყოფებდა, იმპერია განსაზღვრავდა შენ საგარეო პოლიტიკას უსაფრთხოებას, მაგრამ მეორე მხრივ გეყოლებოდა შენი პარლამენტი, შენი მთავრობა, შენი საგანმანათლებლო სისტემა ეროვნულ ენაზე და ნუ ქართველი ნაციონალისტები ამას უყურებდნენ როგორც დამოუკიდებლობის ფორმას.
მაგრამ იყო ასევე მეორე ამბავი, რაც იყო პრობლემური კავკასიის ტერიტორიაზე, რომ რა უნდა იყოს საზღვრები. ამ დღესაც ხო ახლა რაღაც რამდენი ომი იყო 1991 წლის შემდეგ კავკასიის ტერიტორიაზე, ხო ამ სწორედ რომ საზღვრების გამო და 1900-იან წლების დასაწყისში საზღვრების პრობლემა იყო კიდევ უფრო გაურკვეველი და ბუნდოვანი. და რატომ? აი ხა სიტყვაზე ჩვენ თუ ფლობთ რაღაცა მიწის ნაკვეთს. ხო, ან სოფელში ან ქალაქში მნიშვნელობა არ აქვს. ნუ ჯერ ერთი თუ ეს მამაპაპისეული მიწა არის, რაღაც რამდენიმე თაობით ვიცი, რომ სად იწყება ჩემი ნაკვეთი და სად თორდება და სად იწყება მერე მეზობლის ნაკვეთი, ხო? და მეორე, რომ საჯარო რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებული არის, ხო, რომ ეს არის ამის, ეს არის ამის. 1900-იანი წლების კავკასიას რომ ჩავხედოთ, როგორ მდგომარეობა გვაქვს, იქ არც საქართველო, არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი არის, არის რაღაცა გუბერნიები. ანუ თბილისის გუბერნია, ქუთაისის გუბერნია, ბაქოს, განჯის და ერევნის გუბერნიები. ეს გუბერნიები არსებობს. ეს გუბერნიები მაინდამაინც ეროვნულ საზღვრებზე არ არის გატარებული. ხო, რაღაცა ეთნიკურად ქართველები სხვა გუბერნიების ტერიტორიებზე სახლობენ, უამრავი სომეხი და აზერბაიჯანელი თბილისის გუბერნიის ტერიტორიაზე ცხოვრობს. აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფო ისტორიაში არ არსებულა 1918 წლამდე. ხოლო ბოლო დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო კავკასიის ტერიტორიაზე განადგურდა მე-11 საუკუნეში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხები გვერდიგვერდ ცხოვრობენ, არც არსებობდა რაღაცა ისტორიული ტრადიცია სახელმწიფოებს შორის მეზობლობისა. ანუ ქართულ და სომხურ სახელმწიფოს მე-11 საუკუნის შემდეგ გვერდიგვერდ არ უცხოვრიათ, ვიდრე მე-20 საუკუნამდე და ქართულ და აზერბაიჯანულ სახელმწიფოს არ უცხოვრიათ საერთოდ გვერდიგვერდ, ხო? ანუ იქ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე რაღაც სახანოები იყო, ხო? შუშის სახანო იყო, ყუბის სახანო იყო, ბაქოს სახანო იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესე რაღაცა ერი სახელმწიფოები არ არსებობდნენ, ხო? და მათ შორის თბილისის ტერიტორიაზე, თბილისში, აი მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისში ქართველები იყვნენ უმცირესობა. ესე იგი 1921 წელსაც კი როცა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველო, თბილისში მეტი სომეხი ცხოვრობდა ვიდრე ქართველი. და თბილისში ქართველების რაოდენობა 50%, ანუ majority, რასაც ქვია, უმრავლესობა ქართველები გახდნენ 1970-იან წლებიდან. საბურთალო რო აშენდა, მაშინ ამ საბურთალოში რო ჩამოვიდა ხალხი საცხოვრებლად რეგიონებიდან, მას შემდეგ. ამიტომ ეს ტერიტორიები ვისი უნდა იყოს, ხო? და მაშინდელი ქართველი პოლიტიკოსები შიშობდნენ, რომ ანუ ერთი მხრივ ოსმალეთის საფრთხეა, რუსეთის საფრთხეა, მაგრამ მეორე მხრივ შიდა საფრთხე არის. რომ ჩვენ სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთთან სულ ვიომებთ თუ საზღვრების დაწესება გადავწყვეტეთ. ერთმანეთთან საზღვრების დაწესება გადავწყვეტეთ. მოკლედ, სულ სხვანაირი გარემო არის. ანუ ისტორიაში მსჯელობა ყოველთვის უნდა მოხდეს ისე, რომ აი ჩახვიდე იქ, აი იმ დროინდელ პოლიტიკოსა რიგით მოქალაქეს ტვინში რაუდევს, ის უნდა ისწავლო და იმისი აი მაინდსეტით, იმისი გონებით უნდა იაზრონო. დღევანდელი 2025 წლის პარადიგმით და თქვათ მორალური ერთეულებით იმდროინდელი ისტორიის განშტი არის სრულად არასწორი. აი მაგალითად რო ვთქვათ, ძალიან ეს ჰიპერბოლა არის და თქვათ უფრო ისეთი ნახევრად სასაცილო, მაგრამ დაახლოებით მიხვდებით რასაც ვიტყვი. დავით აღმაშენებელი ხო იყო კარგი მეფე არა და ახლა დავით აღმაშენებელს რო ჩვენ მოვთხოვოთ პასუხი, რომ გენდერულ თანასწორობაზე, გლობალურ დათბობაზე და რაღაც ასეთ თემებზე რატო არ მსჯელობდა. ხო, ნუ ხო არასერიოზული არის ხა მე-12 საუკუნეში ადამიანს მოთხოვო 21 საუკუნეში არსებული თქვათ ხირებულებით საწყისებზე აზროვნება, ხო? ამ სხვადასხვა რაღაცა არის. ხო და მოკლედ ესეთ გარემოში ვართ. ანუ სოფლიო არის ესეთი და ჩვენ აი ამ სოფლიოს ნაწილები ვართ. როგორ ვართ ახლა ამ სოფლიოს ნაწილები? 1914 წელს იწყება მსოფლიო ომი.
მსოფლიო ომი რო დაიწყო ვიცით ხო ვის შორის დაიწყო მსოფლიო ომი? არის ერთხარის არის ანტანტა. ანტანტა არის ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და მოგვიანებით ამა თუ ერთდებიან იტალია 1915 წელს და ამერიკა 1917 წელს. მეორე მხარეს არიან ვინ არის მეორე მხარეს? გერმანია, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი, ბულგარეთი. ხო? და 1914 წელს იწყება ეს პირველი მსოფლიო ომი. ხლა ომი ხო საშინელება არის ხო თანხმდებით მაგაზე რომ ომი არის კატასტროფა და ვაი იმას ვისაც იმ პერიოდში უცხოვრია. ანუ მე მსოფლიო ისტორიის მანძილზე ალბათ არასდროს არ ავიყოფილა ისეთ ცოდვა, ასე რომ ვთქვათ, როგორც თაობა, რომელმაც იცხოვრა 1914-დან 1945 წლამდე. საშინელება ხდება ამ პერიოდში მთელ მსოფლიოში. ამ ორ მსოფლიო ომს და მსხვერპლები შუალედში, ვთქვათ, საბჭოთა კავშირში ეს წმენდები, რაც არის დიდი ტერორი, ჰოლოდომორი, რა ვიცი, გაკულაკება, ანუ მიწის კონფისკაცია ადამიანების, მილიონები და მილიონები ეწირებიან ამას, ნუ გერმანიაში ჰოლოკოსტი საერთოდ, ჰოლოკოსტის გარდა უამრავი ჯგუფის მასობრივი ხოცვა ხდება მთელი ევროპის კონტინენტზე ამ ომსთან შორის, უბრალოდ უმრავლეს ევროპის კონტინენტზე ავტორიტარული რეჟიმები არიან საერთოდ. ანუ დემოკრატია თითქმის გაუქმებული არის. და ახლა ამას ეს ხშირად არ ახსოვთ ისტორიაში, მაგრამ აი ჩვენ კოვიდი ხო გვახსოვს ახლა რომ მოხდა. აგერ იყო ყურის ძირში. და იმ დროის მსოფლიოს თავისი კოვიდი აქვს, ესპანური გრიპი. ამ ესპანურმა გრიპმა ახლა მაშინ სტატისტიკა ესე ვერ იწარმოებდა, ანუ დღესაც კი არ ვიცით, ამ მსოფლიო ჯარდაცვის ორგანიზაცია არსებობს და დღესაც კი არ ვიცით, რამდენი ადამიანი მოკვდა კოვიდით, ხო? და მაშინ ამ ესპანურმა გრიპმა რამდენი ადამიანი მსხვერპლა არ არის ცნობილი, მაგრამ ყველაზე რბილი დათვლებით 40-დან 50 მილიონი ადამიანამდე უნდა ყოფილიყო ეს. ანუ წარმოიდგინეთ რა პერიოდი არის ეს, ხო? ანუ ძალიან რთული პერიოდი არის. თუმცა თუ ჩვენ რაცა აი ამ ისტორიის ერთ საუკუნის შემდგომი გადმოსახედიდან ასე რომ ვთქვათ, ჩიტის თვალით დანახვას ეძახიან ამას, აი მაღლიდან რო დახედავ რაღაცას. თუ ასეთი გადმოსახედიდან შევხედავთ ამ ისტორიას, ომებმა მასობრივი ტრანსფორმაციები გადმოიწვიეს საზოგადოებაში. აი წეღან მე ვსაუბრობდი ნაპოლეონის ომებმა როგორ შეცვალა ევროპის კონტინენტი, ხო? ანუ ხელახლა სრული ტრანსფორმაცია გააკეთა და პროგრესის მიმართულებით. ნაპოლეონის ომებს მილიონობით ადამიანი შეეწირა ასევე. მაგრამ მოიტანა ესეთი პროგრესი, ანუ ომის რას რეკლამას კი არ ვაკეთებ, ომი ცუდია, მაგრამ გინდა თუ არ გინდა, როცა ხდება, ესეთი ტრანსფორმაცია მოაქვს ამ ომს. ასევე მოიტანა პირველმა მსოფლიო ომმა ტრანსფორმაციები მსოფლიოში. დიდი ტრანსფორმაციები მოიტანა. კერძოდ რას გულისხმობ? აი მაგალითად რომ ვთქვათ, ეხლა აქ გოგოები ძალიან ბევრი ხართ და ქალთა უფლებებში რა მოიტანა ამან. 1914 წლამდელი მსოფლიო არის კაცების მსოფლიო. ხო? ცალსახად კაცების მსოფლიო არის, ქალთა უფლებები არ არის არსად. ნუ გამონაკლისი თქვათ, აი ფინეთში მიიღეს 1906 თუ 7 წელს არჩევნებში ქალებმა მონაწილეობა და ზელანდიაში. ხო, დანარჩენ მსოფლიოში დაწყებულია სუფრაჟისტული მოძრაობა. სუფრაჟისტული მოძრაობა რაც ნიშნავს? ქალთა ხმის უფლებებისთვის მოძრაობა, მაგრამ არსად არ არის გატარებული ამ შორეული ზელანდიისა და ცალკეული ფინეთის გარდა. რა ქნა მსოფლიო ომმა? მსოფლიო ომმა წაიყვანა ომში უამრავი კაცი. როცა ომში მიდიოდნენ 1914 გზავნიდა ჯარებს გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ მეორე 1914 წლის აგვისტოში მან მიმართვა გაუკეთა ჯარისკაცებს, რომ ჯარისკაცნო ზაფხულია, ხო, აგვისტო. ჯარისკაცნო სანამ ეს ფოთლები ხეებს დასვიდებიან, თქვენ გამარჯვებულები დაბრუნდებით სახლში.
ხო, ანუ შემოდგომამდე გამარჯვებულები უნდა დაბრუნებულიყვნენ სახლში, ესე სჯეროდა იმპერატორ ვილჰელმს. მაგრამ დიდმა მმართველებმა არც არაფერი არ იციან ხოლმე, პუტინის სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციის არ იყოს და ის ფოთლები ხეებს 5 ჯერ დასვივდა, სანამ ომი დამთავრდა და იმ ჯარისკაცთა უმრავლესობა სახლში ვერ დაბრუნდა საერთოდ. ამან გამოიწვია ის, რომ მილიონობით ადამიანი შეიწოვა ამ ომში, პირველ მსოფლიო ომში და ანუ ეს კაცები რას აკეთებდნენ, ახლა უსაქმურად ხო არ იჯდნენ, არა, სანამ ომში წავიდოდნენ. ზოგი პურს აცხობდა, ზოგი ფეხსაცმელს აკეთებდა, ზოგი რაღაცა ოფისში იყო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ხალი არ იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმული აქტიურად და კაცები რო იქ წავიდნენ, ანუ პური ისევ გამოსაცხობია, ფეხსაცმელი ისევ გასაკეთებელია, ოფისში ისევ სამუშაოა, ხო? ვინ უნდა გააკეთოს ეს? უნდა გააკეთოს ქალმა, ხო? ანუ სხვა შემცვლელი აღარ არის, იმიტომ რომ კაცები წავიდნენ. ქალები შედიან და იწყებენ ამ საქმის კეთებას და თურმე ნუ შეუძლიათ ამის გაკეთება. და როცა კაცები ბრუნდებიან ფრონტის ხაზიდან, ეს ქალები აღარ გადიან არც საცხობიდან, არც ფეხსაცმლის საამქროდან, არც ოფისიდან და რჩებიან იქ. და ესე იგი ქალის როლი იზრდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რადგანაც იზრდება და თურმე ამ ქალს ყველაფრის კეთება შეუძლია, ესე იგი რა, ეკუთვნის ხმის უფლებაც. თუ ყველაფერი შეუძლია, ესე იგი შეუძლია რომ არჩეულიც იყოს და პოლიტიკოსიც იყოს, ხო? ამიტომ ამ მოვლენამ გამოიწვია სერიოზული ტრანსფორმაცია და მათ შორის შემდგომში უკვე ეკონომიკური აღმავლობა, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ რომ ქალები დავსვათ სახლში და რო არ ემუშ ეს იმას ნიშნავს რომ საზოგადოების ნახევარი ეკონომიკურ პროცესში და საზოგადოებრივ პროცესში თუ არ მონაწილეობს, ესე იგი ეკონომიკის მხოლოდ ნახევარი არის აქტიური. აი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ ახლა სახლში ხო რაღაცა დედები ყავს, მამები ყავს, ან თქვათ თვითონ ჩვენ ვართ ვიღაც მეუღლეები და წარმოვიდგინოთ რომ მხოლოდ კაცები მუშაობენ სახლში, რამდენია სახლში შემოსავალი, ხო? იმის ნახევარი, ვიდრე შეიძლება იყოს ორივეს მუშაობის შემთხვევაში. და ესე მუშაობდა მთელი მსოფლიო, ხო? და ეს იცვლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე მაგალითად ანტიბიოტიკი, ну თანამედროვე სამყაროსთვის ანტიბიოტიკის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია, ხო? რამდენი სიკვდილი იქნებოდა აი ჭლექით გარდაცვლილთა რაოდენობა ომს რო თავი დავანებოთ მე-20 საუკუნის დასაწყისში ტუბერკულოზით ჭლექი ის არის. ტუბერკულოზით ან ფილტვების ანთება დაემართა ადამიანს და მოკვდა. საშინელებაა, ხო? ანუ დღეს როგორი საბაზისო დაავადება არის ეს და რა მარტივად შეიძლება რამდენიმე ნემსით მისი განკურნება, მაგრამ ეს ანტიბიოტიკი არ არსებობდა. მსოფლიო ომმა წარმოუდგენელი საჭიროება გააჩნდა, რომ მილიონობით ადამიანი კვდება და ნუ ახლა ოპერაციას რო გაუკეთებ ადამიანს და ჭრილობა და რაღაც ანტიბიოტიკის გარეშე ხო ეს ხო არ შეიძლება. ხო, ანუ ეს მიკრობები კლავს ადამიანს, ხო? და იმდენად მაღალი იყო მსხვერპლიანობა, რომ ამ ანტიბიოტიკის გამოგონების ესე იგი წვავე საჭიროება დადგა. და პედალირება ანუ ანტიბიოტიკს ალბათ ადამიანები გამოიგონებდნენ რაღაცა ეტაპზე მშვიდობიანობის დროსაც, მაგრამ შეიძლება 50 წლის მერე. ამან დააჩქარა ახლა აი კოვიდ ვაქცინები, კოვიდი რო შემოვიდა და სასწრაფოდ რაღაცა ვაქცინა თუ 5 წელიწადში მზადდება, 1 წელიწადში რო დაამზადეს რა. ასეთ ვარიანტში ეს ანტიბიოტიკების პენიცილინი ერქვა პირველ ანტიბიოტიკ პენიცილინი გამოიგონეს. მართალია 1928 წელს გამოიგონეს ეს პენიცილინი არა მსოფლიო ომის მსვლელობისას, იმიტომ რომ ეს უცებრო მოხდა, მაგრამ მსოფლიო ომმა გააჩინა ამის საჭიროება, რომ ანტიბიოტიკი გამოეგონებინათ. ასევე ნაციონალიზმი და ეროვნული უფლებები. ესე იგი, ასე უხეშად შეიძლება დავუყოთ ეს პირველი მსოფლიო ომი ორ ნაწილად, ორ ომად. არაფორმალურად შეიძლება ორ ომად დავუყოთ. კერძოდ 1914 წელს ეს იმპერიები ერთმანეთის წინააღმდეგ შევიდნენ კონფრონტაციაში, ომში. რომ აი ბრიტანეთის იმპერია, გერმანიის იმპერიას და რუსეთის იმპერია და ეს იმპერატორები იწყოდა ყველაფერს რა. მაგრამ
ესე იგი, რო აღმოჩნდა, რომ ზალები თანაბარია და მთელი რესურსების ჩართვა რო გახდა საჭირო, ესე იგი, ეს ომის ტვირთი დიდწილად დააწვათ კოლონიებს. კერძოდ, ბრიტანეთის არმიაში იმაზე მეტი კოლონიური ან დომინიონის ჯარისკაცი იბრძოდა, ვიდრე, რა თქმა უნდა, ვიდრე ბრიტანელი, ინგლისელი. ხო, ახლა დემოგრაფიულად, ფიზიკურად ინგლისელები მაგდენი არ არიან, ხო? და აი რომ გითხრათ, აი კანადა და ავსტრალია, ზელანდია ესენი ბრიტანეთის დომინიონები იყვნენ. კანადას არ ჰქონდა ამ პერიოდამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ჰქონდა საერთოდ. ფიზიკურად არ არსებობდა ესეთი დაწესებულება. და საგარეო ურთიერთობები მთლიანად მიმული იყო ლონდონზე. ანუ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წყვეტდა ყველაფერს კანადის საგარეო პოლიტიკაში. არ ჭირდებოდა კანადას რა, ახლა ვინ ესხმოდა თავს, თავის არ მშვიდად არის, აგერ კამფეტივით მეზობელი ამერიკა ყავდა. რა შეაინტერესებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ უცებ 10,000-ობით კანადელი ჯარისკაცი აღმოჩნდა ევროპის კონტინენტზე რაღაცა ომში ჩართული. და კანადელებს მოუწევთ და მოიცა ხა ჩვენ 10,000-ობით მოქალაქეს რო გზავნით იქ. ხო, რაღაცა ჩვენ ხო აზრზე უნდა ვიყოთ რა ხდება, რატო არიან, რა მიზნებს ახსებსახურებიან და მოდი საგარეო საქმეთა სამინისტრო ხო არ გავხსნათ. საგარეო საქმეთა სამინისტრო რო იხსნება, ბუნებრივია კანადა როგორც საერთაშორისო აქტორი იწყებს ოპერირებას როგორც სრულად დამოუკიდებელი ერთეული, ხო? მაგალითად იგივე ბრიტანეთის შემთხვევაში ინდოეთი დღევანდელი ინდოეთი კი არ არის მხოლოდ, ანუ მაშინდელი ინდოეთი შედის ბანგლადეშიც, პაკისტანიც, შრი-ლანკაც და დღევანდელი ინდოეთის ბუნებრივია და მოსახლეობის დიდი ნაწილი, ნახევარი მაინც არის მუსლიმი ამ ინდოეთში. და აი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ხდომებს თუ ნახავთ, იქ ყოველთვის უწევთ გათვალისწინება, რომ აი ოსმალებს როგორ მოვექცეთ, იმიტომ რომ ოსმალები ხო მუსლიმები არიან და ინდოელმა მუსლიმებმა არ გაგვიპროტესტონ რამე, ინდოელებთან პრობლემა არ შეგვიქმნას, იმიტომ რომ თურქებთან რაღაცას ვაკეთებთ. ცუდს. ხო? ანუ უწევთ ამ ინდოელების აზრების გათვალისწინება. რაც მანამდე ესე არ ყოფილა. და ეს იმპერიები თან ხო ანუ ამ დომინიონების და კოლონიების როლს აძლიერებენ, უნდა თუ არ უნდათ, იმიტომ რომ ეს დომინიონები და კოლონიები ერთვებიან ამ ომებში და ამასთანავე თვითონ სუსტდებიან. ანუ იმათი ნაციონალიზმი გაძლიერდა და მეტროპოლია დასუსტდა. შესაბამისად, ამ ნაციებს, პატარა ნაციებს უბიძგა იმისკენ, რომ მოდი ხა ამათვის რატო ვიბრძვიმე? ხო არ გამოვეყო. ანუ ამდენი ხანი ამ ჩაგრავს, ჩემგან რესურსები მიაქვს, მე რა მრჩება აქედან, ეს ახლა დასუსტდა და მოდი ხო არ დავარტყა და გამოვეყო ამას. გარდა ამისა, ომმა ხო ჩაითრია უამრავი რესურსი და ახლა ამ ბრძოლის ველზე ვინ არის ძირითადად, ვინ იბრძვის, ხო გლეხი იბრძვის, მუშა იბრძვის და ეკონომიკურადაც ყველაზე მეტად ამ დაუცველ სოციალურ ფენებს აწვება, ხო ეს ომის ტვირთი. და სოციალური წინააღმდეგობებიც გაძლიერდა თვითონ შიგნით, ხო? რომ აღარ გვინდა ომი, გვინდა პური, გვინდა მიწა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ 1917 წლიდან ეს იმპერიები, ბრძოლის ველზე ისევ იბრძვიან, მაგრამ თავარი ბრძოლის ველი აქვს სახლში. ანუ სახლში ვინც ვერ გაუძლებს, ის დამარცხდება ომში. ბრძოლის ველზე არ წყდება ომის ბედი, ომის ბედი წყდება სახლში. აი მაგალითად რომ გითხრათ, 1916 წელს დაიწყო ირლანდიელების მასობრივი აჯანყება ბრიტანეთის წინააღმდეგ. ამას ქვია ბრიტანეთის კედა ირლანდიის ომი დამოუკიდებლობისთვის. ბრიტანეთმა მოახერხა და ბეწვზე მოახერხა, რომ 1916 წელს ეს ჩაეხშო, მაგრამ 1922 წელს ირლანდიისთვის მოუწია დამოუკიდებლობის მიცემა. იმდენად დასუსტებული იყო თვითონ და ეროვნული მოძრაობა ირლანდიაში იმდენად გაძლიერებული. და ვინც მსოფლიო ომში დამარცხდა, ბრძოლის ველზე არავინ არ დამარცხებულა. ბრძოლის ველზე დამარცხდნენ იმიტომ, რომ და ისინი სახლში დამარცხდნენ ჯერ რევოლუციასთან. ანუ აი რუსეთის იმპერიას ბრძოლის ველზე არ წაუგია მსოფლიო ომი.
რუსეთის იმპერიაში მოხდა რევოლუცია, ანუ ამ წინააღმდეგობებს ვერ გაუძლო სახლში, აფეთქდა იმპერია, რევოლუციის შედეგად ჩამოიშალა ხელისუფლება, და შესაბამისად ფრონტზე მოუწია კაპიტულაციის გამოცხადება, ხო? ანუ ფრონტზე გერმანულ ჯარებთან დამარცხდა რუსეთი და გერმანულმა ჯარებმა მოსკოვი და პეტერბურგი აიღეს, ეგრე ხო არ ყოფილა? არაფერი არ აუღეთ. იგივე გერმანიის იმპერია არ დამარცხებულა ბრძოლის ველზე. ფრანგულ და ბრიტანულ ჯარებს ბერლინი არ აუღიათ. გერმანიის იმპერიაში მოხდა რევოლუცია 1918 წელს. ეხლა მე მინდა თქვენ აი ამ ისტორიის აი საიდან სად დაარტყავს თქვათ რაღაცა რომ მოხდება ისტორიაში, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს 100-150 წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებზე. ორი მაგალითი მინდა მოგიყვათ ისტორიიდან. ერთი მაგალითი არის ასეთი. საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენ არ გქონია უნივერსიტეტები. 1918 წლამდე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რო ვიყავთ, უნივერსიტეტი არ გქონდა. 1872 წელს საქართველოში უნდა ჩამოსულიყო რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე, ერთადერთი ლიბერალი იმპერატორი ყავდათ რუსებს, ეს იყო ალექსანდრე მეორე, რომელმაც ბატონყობა გააუქმა თავის დროზე. სანამ ჩამოვიდოდა, ქართულ თავადაზნაურობას შემოუთვალა, რომ ხელსარიელი ხო არ ჩამოვალო ხე რაღაცა. სადღაცა რომ მივდივართ სტუმრად ოჯახში და ბამბანერკა რომ მეგვაქვს, ხელსარიელი არ უნდა ამ კაცს ჩამოსვლა და თქვენ ვაირჩიეთო, რა გაგიხსნათო, უნივერსიტეტი გინდათო, თბილისშიო, თუ სამხედრო სასწავლებელიო. და აქ ამან საქართველოში გამოიწვია დიდი პოლემიკა, აი მამათა და შვილთა ბრძოლა, ერთი მხრივ ძველი თაობა, გრიგოლ ორბელიანის თაობა, ამბობს რომ სამხედრო სასწავლებელი გვინდა და შვილები ამბობენ რომ გვინდა უნივერსიტეტი. ეს თვისობრივად ორი სხვადასხვა რაღაცა იყო, იმიტომ რომ რატო უნდა უფროს თაობას სამხედრო სასწავლებელი? სამხედრო კარიერა არის მაშინდელი ფეოდალური თავდაზნაურობის წოდების ტიპიური კარიერა არის, ხო? შედიან სამხედრო სასწავლებელში, მერე ხდებიან გენერლები, რაღაცა მერე რო გადადგებიან გენერალ-გუბერნატორები, რაღაცა მოიყვანენ დიდი რაღაცა თავადის ცოლს რუსეთიდან ცოლად. მოკლედ მაგრა ცხოვრობენ რა. ეს არის ტიპიური კარიერა და უნივერსიტეტი არის ბევრად უფრო ინკლუზიური. ხო, არ არის მხოლოდ რაღაცა თავადაზნაურობის მაღალი წოდებისთვის, რომ შეიძლება ვაჭრის შვილი შევიდეს უნივერსიტეტში, მესამე წოდების შვილი, ესე რომ ვთქვათ, და უფრო მაგარი ტიპი იყოს, ვიდრე რომელიღაცა თავადის და გენერლის შვილი, ხო? და იმ თაობას უნდა და გრიგოლ ორბელიანის თაობას უნდა და სამხედრო სასწავლებელი, ილიას თაობას უნდა და უნივერსიტეტი. მოკლედ, გრიგოლ ორბელიანის თაობა მოიგო, გახსნეს სამხედრო სასწავლებელი, სად იცით? დღეს რომ არის კადეტთა სასწავლებელი ერქვა ამას, დღეს რომ არის თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ხდება ეს, აი პლეხანოვზე, აღმაშენებლის გამზირზე და მოკლედ აქ დაიწყეს სწავლა მე მთელმა იმ გენერლებმა, რომელიც ძალიან მაგარი გენერალთა კორპუსი ჰქონდა პირველი რესპუბლიკის დროს 18-20 წლებში, მთელი ეს გენერლები აქ იწყებდნენ სწავლას და მე აქ ტერიტორიაზე გაიხსნა ეგეთი სასწავლებელი საბჭოთა დროს, თბილისის არტილერიის უჩილიში, ან თბილისის საარტილერიო სასწავლებელი. და 1992-93 წლებში რომ აფხაზეთში მიდიოდა ომი, ხო ვიცით აფხაზეთის ომი რომ მიდიოდა 92-93 წლებში. ამ ომში ჩვენ ფაქტობრივად გენერალიტეტი და ოფიცერთა კორპუსი თითქმის არც ერთი მიმართულებით არ ყავდა ძლიერ. ერთადერთი რაც ყავდა, ეს იყო მაგარი არტილერისტები. აი მაგალითად 93 წლის მარტში ქართულმა არტილერისტებმა გადაარჩინეს მოსკოვი რაღა იყო და ენა მიყივლოს. სოხუმი დაცემას. და შემდეგ 2008 წელს, აი 2008 წლის ომის დროს 2008 წლის ომის დროს ყველაზე მაგრა იმუშავა ქართულმა არტილერიამ. ანუ ამ ომში ყველაზე მაგრა იომა ქართულმა არტილერიამ, რომელმაც ეს რუსეთიდან შემოსული კოლონა დაბომბა და ანუ რიც თქვა მინდა იცით ამითი რომ
1870-იან წლებში რო რაღაცა გადაწყვეტილება მიიღეს, იქიდან გასული იყო 130 წელი, თუ მეტი, 135 წელი იყო გასული და ანუ იმ გადაწყვეტილებამ 135 წლის შემდეგ კონკრეტულ მოვლენაზე იქონია გავლენა. ხო, ანუ მაინ პერიოდში ეს კარგი კი არ იყო, იმ პერიოდში რო თქვა, ჩვენ უნივერსიტეტი გაგვეხსნა სამხედრო სასწავლებლის, მაგალითად, ბევრად უფრო მაგარი რაღაცა იქნებოდა. ხო, ანუ ბევრად უფრო სხვანაირი საზოგადოება იქნებოდა. ეხლა მეორე რაღაცა, უფრო ჩვენ თემასთან დაკავშირებული მოვლენა მინდა რომ აგიხსნათ, ეს არის 1912 წელია და ამერიკაში მიდის არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები. ერთმანეთს უპირისპირდებიან რესპუბლიკელები და დემოკრატები, ხო, როგორც დღეს არის რესპუბლიკელები და დემოკრატების ორი პარტია არის. დემოკრატების კანდიდატი არის ესეთი კაცი ვუდრო ვილსონი, რომელიც მე ამერიკის პრეზიდენტი გახდა. ვუდრო ვილსონი არის ამერიკული ტრადიციული საგარეო პოლიტიკის მომხრე, ეგრეთ წოდებული იზოლაციონიზმის მომხრე. ეს რას ნიშნავს? ეს არის მონროს დოქტრინა. ისტორიაში ხوار გაგიგიათ, ხوار გისწავლეთ მონროს დოქტრინა. მონროს დოქტრინა რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ასე რომ ვთქვათ, ამერიკა ამერიკელებისთვის ბრალებში, რომ ამერიკა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს პოლიტიკაში არ ებმევა საერთოდ, არაფერი იქ არ აინტერესებს, ივაჭროს მაქსიმუმ საფრანგეთთან, ბრიტანეთთან და იმათთან, თორე პოლიტიკურად აღმოსავლეთ ნახევარსფეროში არ ერევა, მაგრამ დასავლეთ ნახევარსფეროში არ დაუშვებს არავის. ხო ვიცით, ახლა დასავლეთ ნახევარსფერო არის ამერიკები, ჩრდილოეთი და სამხრეთი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი არის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში და ანუ შეკეტილი არის თავის ნახევარსფეროში ამერიკის სახელმწიფო და იქ არ ერევა. და ვუდრო ვილსონი არის ამის პოლიტიკის აპოლოგეტი და გამგზელებელი. ამას უპირისპირდება რესპუბლიკური პარტია, მაგრამ შეხედეთ რა ხდება რესპუბლიკურ პარტიაში. რესპუბლიკური პარტია გაიყო ორ ნაწილად ამ არჩევნების წინ. იყო, ასე რომ ვთქვათ, ვინც რესპუბლიკელებში დარჩა, იყო ესეთი კაცი ტაფტი და ამ რესპუბლიკურ პარტიას გამოეყო ახალი პარტია და დაერქვა პროგრესული პარტია და ამ პროგრესული პარტიის თავმჯდომარე არის თეოდორ რუზველტი, რომელიც ამერიკის ექს-პრეზიდენტი არის. თეოდორ რუზველტი არის ერთადერთი ადამიანი ამერიკის ისტორიაში, რომელიც არც რესპუბლიკელი იყო და არც დემოკრატი, მაგრამ მეორე ადგილზე გავიდა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ არჩევნებში გავიდა მეორე ადგილზე. თეოდორ რუზველტს უნდოდა, რომ ამერიკა, ანუ ის ხედავს, რომ ეს ანტანტა რაღაცა ერთიანდება, ძალას იკრებს ეს ანტანტა. იქით სამთა კავშირი, გერმანია ესენი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი. და რუზველტი ამბობს, რომ ჩვენ ესე განზე ვერ დავრჩებით, უნდა შევიარაღდეთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ ამ ყველაფერში. საპრეზიდენტო არჩევნებში ისე მოხდა, რომ ანუ კომბინირებულმა ტაფტის და რუზველტის ხმებმა კი აჯობა იმის ხმებს, რა ქვია, ვილსონის ხმებს, მაგრამ ამათმა ერთმანეთს რო გაუყვეს ხმები. აქედან გამომდინარე, ვილსონი გახდა პრეზიდენტი. შესაბამისად, ამერიკამ არ დაიწყო შეიარაღება. ამერიკამ სოფლიომში ჩაერთო, ანუ ვილსონი არის ამ დროს პრეზიდენტი, ვუდრო ვილსონი და ამერიკამ სოფლიომში ჩაერთო მხოლოდ 1917 წელს იძულებით. რატო ჩაერთო ამერიკა ომში? იმიტომ რომ ერთი რომ გერმანული წყალქვეშა ნავები ამერიკულ სავაჭრო გემებს ძირავდნენ, ანუ ბლოკადას უკეთებდა გერმანია ფაქტობრივად, რომ საფრანგეთს და ინგლისს არ ევაჭრა ამერიკასთან. ხო, ამერიკა აწვდიდა ნავთობს მაგალითად და ეს ნავთობი რო არ მოეწოდებინა ამათთვის. და მეორე რომ ამერიკამ, გერმანიამ მექსიკას გაუგზავნა წერილები, სადაც მექსიკას, ასე რომ ვთქვათ, უჩიჩხინებდა, რომ ამერიკის წინააღმდეგ დაეწყო ომი. მე-19 საუკუნის შუაში ამერიკამ მექსიკას ომის შედეგად წაართვა ორი ყველაზე დიდი შტატი, რომელიც დღეს ამერიკას აქვს, ტეხასი და კალიფორნია. მე-19 საუკუნის შუაში, 1840-იან წლებში. და გერმანია მექსიკელებს ეუბნებოდათ, რომ დაგეხმარებათ ყველანაირად, დაიწყეთ ომი, რომ კალიფორნია და ტეხასი დაიბრუნოთ. და ამერიკელებმა ეს ტელეგრამები, რომელიც გერმანელებმა მექსიკელებს გაუგზავნეს, ამერიკელებმა გადაიჭირეს, ანუ დაზვერვამ დაიჭირა ეს ტელეგრამა
თან წყალქვეშა გემებს ძირავენ და 1917 წელს უდრო ვილსონმა გამოაცხადა ომი. მექსიკის კი არა და გერმანიის წინააღმდეგ. ეხლა შევხედოთ რეტროსპექტიულად ისტორიას. ეს აი ამას პეპლის ეფექტს ეძახიან რა, რომ ერთი რაღაცა სხვანაირად რო ყოფილიყო ისტორიაში, მერე დანარჩენი ყველაფერი როგორ სხვანაირად იქნებოდა. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ თეოდორ რუზველტს მოეგო საპრეზიდენტო არჩევნები 1912 წელს. ამერიკა ამ ომში მაღალი ალბათობით ჩაებმობოდა თუ 1914 წელს არა, 1915 წელს მაინც და შესაბამისად გერმანია დამარცხდებოდა მალე. ანუ ამერიკა იმხელა ძალა იყო, რომ 1917 წელს რო ჩაერთო ომში, გერმანიამ ვეღარ გაუძლო და აფეთქდა 1918 წელს. ანუ ამერიკა სერიოზული ძალა იყო. წარმოვიდგინოთ, რომ ეს თავიდანვე რომ მომხდარიყო ამერიკის ჩართვა. ყველაზე გვიან 1916 წელს გერმანია დამარცხდებოდა. თუ გერმანია დამარცხდებოდა 1916 წელს, რა მოხდებოდა აქ ჩვენთან? რუსეთის რევოლუციები როდის მოხდა? 17 წელს. ანუ თუ გერმანია 1917 წლამდე დამარცხდებოდა, შესაბამისად რუსეთის იმპერიაში არ მოხდებოდა რევოლუციები. რევოლუციები რო არ მოხდებოდა, შესაბამისად ბოლშევიკები და კომუნისტები ვერასდროს არ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. რამდენ უბედურებას გადავრჩებოდით. ხო? მართალია ეს რუსეთის იმპერია დიდი სიკეთე კი არ იყო, ანუ რუსეთის იმპერია იყო იმპერია, დისკრიმინატორი, ჩაგვრელი, ყველაფერი, მაგრამ დასავლური სახელმწიფო იყო რა, ანუ კულტურულად, საგანმანათლებლო სივრცით, გეოპოლიტიკურად დასავლური სახელმწიფო იყო. მაგალითად რუსეთის იმპერია შეიძლება და კანონმდებლობა ყოფილიყო დისკრიმინაციული და რეპრესიული, მაგრამ სასამართლო იყო თავისუფალი. სასამართლოში ხელისუფლების წინააღმდეგ შეგეძლო მოგეგო დავა თავისუფლად, რაც საბჭოთა დროს იყო წარმოუდგენელი. ხო? და რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში რუსეთის იმპერიაში? რუსეთის იმპერიას რომ მოეგო ეს მსოფლიო ომი, ის დაიკავებდა კონსტანტინოპოლს, დღევანდელ სტამბულს, მთლიანად გაანადგურებდა თურქეთს და ოსმალეთს, ასევე დაიკავებდა ბალკანეთის ქვეყნებს, საბერძნეთს, სერბეთს, გაიბერებოდა მოკლედ ეს იმპერია და მერე როგორც მოხდა დეკოლონიზაცია ევროპული სახელმწიფოებისა 1950-იან, 60-იან, 70-იან წლებში, აი როცა ბრიტანეთი კარგავს ინდოეთს, აფრიკის კოლონიებს, დეკოლონიზაციის პროცესი, ანუ იგივე საფრანგეთს ემართება. ეს დეკოლონიზაციის პროცესი წავიდოდა რუსეთის იმპერიაში საუცილებლად და ბევრად უფრო ცივილიზებულად მოხდებოდა ჩვენი გათავისუფლება, ვიდრე ჯერ ვერ გათავისუფლეთ საერთოდ, ვიდრე ახლა მოხდა თქო უნდა მეთქვა, მაგრამ რა მოხდა, არაფერი არ მოხდა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ აი ამ იმპერიის მარწუხებში ვართ, ხო? ანუ რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი ერთმა ამბავმა, რომ 1912 წელს რო უდრო ვილსონმა მოუგო ეს არჩევნები ამერიკაში თეოდორ რუზველტს, ამან როგორ შეცვალა სადღაც საქართველოში, ანუ ამერიკის პერსპექტივიდან რო ვთქვა, საქართველოს სადღაც არის, ხო? სადღაც საქართველოში 100 რაღაცა წლის მერე ადამიანების ბედი. ამიტომ არის ეს ისტორიის ცოდნა ესეთი მნიშვნელოვანი, რომ ახლა რაც ხდება ჩვენ თავს, ხო? ის 100 წლის მერე რა გავლენას იქონიებს იმ ჩვენ შვილთა შვილებს, რომლებსაც შეიძლება საერთოდ ვერ მოვესწროთ. ხო? ისტორია ამითი არის საინტერესო და არა იმითი, ვინ როდის ვინ მოიყვალა ცოლად და ვინ დაიბადა და ვინ მოკვდა, ხო? კარგით, რომ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ისტორიას კარგით. სანამ გადავალ 1 საათი გავიდა და დაგყლიდით მე ესე მგონია. თქვენ ხო არ გაქვთ რამე კითხვა და მოსაზრების გამოთქმა ხო არ გინდათ? თქვით, კი როგორ არა? თქვენ განაცხადეთ, რომ აი სამხედრო კავშირობა ადრე დამარცხებულიყო პირველ მსოფლიო ომში. ვინ რო დამარცხებულიყო? სამხედრო კავშირი. ხო. ოსმალეთი. თუმცა თქვენ რო თქვით, რომ ამით უფრო შეფარდა რუსეთი განცილებული იყო, თუმცა დაიშლებოდა. მაგრამ როგორც ნახეთ, გერმანია როგორც დამცირდა პირველ მსოფლიო ომში 1918 წელს ვერსალის ხელშეკრულების შემდეგ და მერე რაღაც ულაშენი კაცის მოსვლა რომ გამოიწვია 30-იანებში და რაც მოიტანა მერე ევროპისთვის.
უფრო სასტიკად რო დამარცხებულიყო გერმანია, ეგ ხო უფრო საშინელებას გამოიწვევდა აღმოსავლეთ ევროპისთვის და დასავლეთ ევროპისთვისაც. უფრო არა, იმაზე სასტიკად გერმანია ვერ დამარცხდებოდა, ვიდრე დამარცხდა, ხო? ხა ამაზე სასტიკი დამარცხება არც არსებობს რა, როგორც დამარცხდა, ანუ გაანადგურეს გერმანია ფაქტობრივად. გერმანიის სახელმწიფო აღარ იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ერთი ესეთი ისტორია იყო, გერმანიას ხო რეპარაციები დაადეს თანკიდან, ანუ ფული უნდა გადაეხადა, ანუ ის ხარჯები, რაც ანტანტამ გასწია მსოფლიო ომის სრულობისას, ეს ხარჯები უნდა აენაზღაურებინა გერმანიას, ხო? და ნუ წარმოიდგინეთ, ჯერ ისედაც ეს გერმანია ხო დაინგრა მსოფლიო ომის შედეგად და ისედაც გერმანიის ეკონომიკა ჩამოშლილია და თან ყველაფერს მიცემა უწევს ამ გამარჯვებულებისთვის და ერთი შემთხვევა იყო ესეთი, რომ გერმანული მარკებით ჩანთაში გერმანული მარკები ამ ომის შემდეგ ქონდა ადამიანს პურის რიგში იდგა. ჩანთა სავსე არის გერმანული მარკა, ფული არის გერმანული. ეს გერმანული ფული სავსე ჩანთა აქვს და გავიდა რაღაცა ეს ჩანთა დატოვა, რომ მოვიდა ეს ფული გადმოყრილი დახვდა და ჩანთები მოპარული. ანუ ამ ფულს არანაირი ღირებულება არ ქონდა, ხო? ამან ბუნებრივია გამოიწვია ეს იმულაშიანი კაცის მოსვლა, ჰიტლერის მოსვლა, რევანშიზმი, ხო, გერმანული რევანშიზმი, ეს ჰიტლერი ციდან კი არ ჩამოვარდნილა. ჰიტლერი საერთოდ რო არ დაბადებულიყო, ვიღაცა იქნებოდა მის ადგილზე. შეიძლება უარი, შეიძლება უკეთესი. იმიტომ რომ უარესებიც არსებობდნენ, ჰიტლერზე უარესებიც არსებობდნენ გერმანიაში. იმიტომ რომ აი ამ ომის შედეგებმა იმდენად დამძიმდა გერმანელების ყოფა ამ ომში დამარცხების შედეგად, რომ გამოიწვია მისი მოსვლის მწველი სურვილი რა. და ის რო არ ყოფილიყო, ვიღაც სხვა გვარით იქნებოდა ადამიანი. ეს ესე არის, მე პუტინზეც დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ პუტინი არ არის მხოლოდ პუტინი. პუტინი რო არ ყოფილიყო, დასავლეთ რო არ დაბადებულიყო, აი ეს რუსული იმპერიალიზმის დაბრუნება იმდენად ლოგიკური იყო, რომ სხვა გვარით სხვა ადამიანი იქნებოდა პუტინის ადგილზე. ამისი გამოსწორება მსოფლიო ომს შეძლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს მარშალის გეგმა, ცნობილი მარშალის გეგმა, მარშალი იყო სახელმწიფო მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასე რომ ვთქვათ, ამერიკის, რომელმაც თქვა, რომ არა, ეხლა გერმანია ისეთი რეკონსტრუქცია უნდა გაუკეთოთ, რომ მას რევანშიზმი აღარ მოუნდეს არასდროს და რო შევადაროთ პირველ და მეორე მსოფლიო ომის გერმანელი, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელი სიცოცხლე დაინგრა ფაქტობრივად, განადგურდა. ხოლო მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელი 10 წელიწადში უკეთესად ცხოვრობდა ვიდრე ომამდე. ხო? ამიტომ აღარ თუ უკეთესად ცხოვრობს, რაღაც მინდა ეს ომი. ხო? ანუ ამაში იყო ეს განსხვავება. მაგრამ ერთი რაც მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო, აი რუსეთმაც ხო წააგო გერმანიასთან ერთად ომი და საბჭოთა იმპერიათ რომ აღდგა ეს რუსეთი, ამ საბჭოთა იმპერიასაც 1920 წლის მდგომარეობით უამრავი ტერიტორია აქვს დაკარგული. ამის ეშინოდათ მაშინ დასავლეთში. და სწორედ ესეც მოხდა, რომ ომში დამარცხებული ორი იმპერია გახდება ერთმანეთს მოკავშირე. ჩვენ წინააღმდეგ. და ეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი თუ გახსოვთ თქვენ სკოლიდან 1929 წელს რო დაიდო, როცა გერმანია და საბჭოთა კავშირი შეუკავშირდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს ჩაეყლაპათ აღმოსავლეთ ევროპა. ხო? ესეთი შეკავშირება მოხდა და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მოიგებდა ამ ომს, რუსეთი გერმანიის მოკავშირე აღარასდროს აღარ იქნებოდა. ხო? ანუ გერმანია თავიდანვე იზოლირებული იქნებოდა როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთიდანაც. ხო არა გაქვთ კიდე აზრის გამოთქმის სურვილი კითხვა? დაღლილები ხართ, დღის ბოლო არის. კარგით, ცოტას გამიძელით. შემდეგ რა ხდება? ხო, ამერიკა ჩაერთო ომში, ამერიკაზე გითხარით და რასაც საბოლოო ჯამში გერმანიამ ვეღარ გაუძლო. და გერმანია მარცხდება ამ ომში. რა ხდება ამ დროს, სად არის ეს საქართველო? მატრიოშკა ხო იცით სათამაშო რო არის ერთმანეთში რო იდება ეს.
ანუ ეს საქართველოს რაღაცა მატრიოშკაში არის, უბოლოში ჩადებული. მადლობა. უბოლოში არის ამ მატრიოშკაში ჩადებული და ის რაღაცა დიდი ამბების შემადგენელი არის, რაღაც სხვადასხვა პოლიტიკების შემადგენელი არის. მაგალითად საქართველოს ცალკე არავინ არ განიხილავდა ის იყო რუსეთის პოლიტიკის ნაწილი. პრინციპში დღესაც ეგრე არის, ხო? საქართველოსადმი მაშინაც იცვლებოდა დამოუკიდებულებები იმის მიხედვით, თუ როგორც ვლიდნენ სხვა დიდი სახელმწიფოები დამოუკიდებულებას რუსეთის მიმართ. ანუ რუსულ პოლიტიკაზე იყო მიბმული. სიტყვაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ცალკე აღებული მოდი საქართველოზე რა ვქნათ, ესე არავინ არ მსჯელობდა. ანუ პირველი იყო რუსეთი, რუსეთს რას უშვებით, რუსეთთან მიმართებით რა პოლიტიკა გვაქვს და ამისი გამოხატულება იყო საქართველოშიც, ბალტიაშიც, სხვაგანაც. მერე ამისი უფრო ქვედაშრე არის რეგიონალიზმი. ანუ კავკასია. კავკასია სად არის? კავკასიას რას უშვებით? კავკასიური პოლიტიკა როგორ გვაქვს, იმიტომ რომ ცალკე აღებული საქართველო თუნდაც რეგიონში არ არის სერიოზული მნიშვნელობის მატარებელი, ანუ არც ეკონომიკურად უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო არ არის სიცოცხლის უნარიანი, ხო? მაგალითად იმ დროინდელ მსოფლიოში საქართველოს ორი უმნიშვნელოვანესი სტატუტა რა ქონდა. ერთი რომ იმ დროის მსოფლიოში პირველი ნავთობსადენი გაჩნდა ჩვენ ტერიტორიაზე, როცა ბაქოდან ბათუმისკენ დაიწყეს ნავთობის გადაკაჩავება ნავთობსადენით. ეს პირველი ნავთობსადენი მსოფლიოში 1906 წელს გაიხსნა და ნუ მაშინ ახლო აღმოსავლეთის ნავთობია ეს საუდის არაბეთების და კუვეიტების ნავთობები არ არის ჯერ და ყველაზე დიდი ნავთობსაბადო არის ბაქო. და ანუ საქართველოს ტერიტორია, რომელზეც ნავთობსადენი გადის და მერე ბათუმიდან ექსპორტზე გადის ევროპაში, იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ეს ნავთობსადენი იწყება ბაქოდან და ბაქოდან მოდის ამის გადმოკაჩავება, ხო? ანუ აზერბაიჯანის გარეშე საქართველოს რა მნიშვნელობა აქვს? ან აზერბაიჯანს რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს გარეშე? ეს რეგიონი არის. მეორე ასევე რკინიგზა, ბაქო-ბათუმის რკინიგზა. ეკონომიკური არტერია ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ორივე ესაზღვრებიან რუსეთს და თუ თქვათ რუსები ჩავიდნენ ბაქოში, თბილისს ვიღა დაიცავს მერე, ანუ რუსები თუ უნდა გააკაო და შეაკაო, უნდა შეაკაო კავკასიონის ქედზე, ხო? თუ გადმოვიდნენ აქ, მერე ვეღარ დაიცავ, ხო? ამიტომ ეს ერთიან სისტემაში აღიქმებოდა. ასევე ამ პოლიტიკის ნაწილი იყო სომხეთიც, ხო? და სომხეთის პრობლემა მიმული არის დამარცხებულ ოსმალეთის იმპერიაზე. ანუ ოსმალეთის ბედს როგორც გადაწყვეტენ, იმის მიხედვით გადაწყვეტენ სომხეთის ბედსაც. მაგრამ ამ ოსმალეთის იმპერიასთან მიმული არის ბათუმის ბედიც, იმიტომ რომ ოსმალეთის პოლიტიკას უკავშირდება ბათუმის, აჭარის, ლაზეთის, ასე რომ ვთქვათ, ტაო-კლარჯეთის მომავლის განსაზღვრაც. ამიტომ ეს კომპლექსური საკითხი არის, ძალიან კომპლექსური საკითხი იყო და რაღაც, ანუ რო წარმოვიდგინოთ ახლა, რო ავიღოთ ახლა დიდი ფაზლები ხო აგვიწყვია რა და ეს სოფლიო პოლიტიკა არის რაღაცა დიდი სურათი, სადაც შენ როგორც საქართველოს ერთი ფაზლის, ერთი ნაჭრის ფუნქცია გაქვს რა, მაგრამ ეს სწორად უნდა ჩასვა ეს ფაზლი იმისთვის რომ იარსებო, არსებობა გააგრძელო. ეხლა მე ვთქვი რომ ამ სოფლიო ომამდე იყო იმპერიალისტური საერთაშორისო სამართალი, ხო, სადაც პატარა სახელმწიფოს ფაქტობრივად არსებობის არც უფლება ჰქონდა, არც საშუალება ჰქონდა, იმიტომ რომ ლეგალური იყო დიდი სახელმწიფოს მხრიდან პატარა სახელმწიფოს დაპყრობა, ხო? ხო და ამიტომ ქართველები იყვნენ ძირითადად ავტონომისტები, ანუ ქართველი ნაციონალისტები, თქვენს უკვე ვთქვით. პატარა სახელმწიფოს არსებობა, აი რო ეარსება პატარა სახელმწიფოს, ეხლა ეს
ხო? აი მაგალითად, აგერ ბელგია არის სახელმწიფო ხედავთ, ხო? იმ დროინდელ სოფლიოში 1914 წლის სოფლიოში. აი შევხედოთ ახლა რამდენი პატარა სახელმწიფო არის. აი ამ რუკას რომ დავაკვირდეთ, ხო, ყველა ამ რუკას ხო ყველა ხედავთ. და ამ ცოტა არის. ბევრად უფრო ცოტა არის, ვიდრე დღევანდელ დღეს ეს სახელმწიფოები. პატარა სახელმწიფოს არსებობის ორი ვარიანტი იყო მაშინდელ მსოფლიოში. ერთი ვარიანტი არის რომ დიდი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, ორი დიდი სახელმწიფო ან მეტი დიდი სახელმწიფო შეთანხმდეს, რომ ეს პატარა სახელმწიფოს არსებობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაწყობს. გვაქვს სურვილი, რომ პატარა სახელმწიფო მიარსებოს. აი ეს მაგალითი არის ბელგია. ბელგია როგორც რაღაცა ბელგიური ეთნიკური ჯგუფი არც არსებობს, ხო, რაღაცა ბელგიელი ნაცია ესეთი არც არსებობდა, ანუ ბელგიელები არიან ვალუნები არიან რაღაცა, ანუ ვალუნია არის პროვინცია საფრანგეთის და ფლამიში, ანუ ჰოლანდიელები. ანუ ფრანგების და ჰოლანდიელების ერთობლივი სახელმწიფო არის საკმაოდ ხელოვნურად შექმნილი ბელგია. და რატო შექმნეს ეს ბელგია? იმიტომ რომ შეხედეთ ბელგია გეოგრაფიულად არის პლაცდარმი, საიდანაც საფრანგეთი შეიძლება დაესხას თავს ბრიტანეთს, ან ბრიტანეთი თავს დაესხას საფრანგეთს. და ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ერთმანეთთან იომეს 100 წლიანი ომი ეგრეთ წოდებული. და ამ 100 წლიანი ომის შედეგად ორივე დაიღალნენ. ბევრჯერ იომეს იმის მერე ნაპოლეონური ომები დაიღალნენ და გადაწყვიტეს რომ რაღაცა იყოს ბუფერული ერთეული ბელგია, რომელიც რაღაცა ანტვერპენი არ იქნება არც ჩემი, არც შენი. ხო და რაღაცა ანტვერპენიდან ერთმანეთს არ დავბომბავთ. აღარ გადავალთ ერთმანეთის ტერიტორიაზე, ხო? ამიტომ ეს ბელგია არის კომპრომისული სახელმწიფო. ეს არის ერთი ვარიანტი. ახლა საქართველოს შემთხვევაში რუსეთი და ოსმალეთი ვერ თანხმდებიან იმაზე, რომ ეს საქართველო ან კავკასია უნდა იყოს დამოუკიდებელი. ერთმანეთთან რო აქვთ ნაომარი ამ ტერიტორიებზე, ისე არავისთან არ აქვთ ამათ ნაომარი. ხო, ამიტომ ეს ვარიანტი საქართველოსთვის არ არის, რომ რაღაც დიდი სახელმწიფოები შევთანხმდნენ ჩვენ დამოუკიდებლობაზე. მეორე ვარიანტი, როგორც შეიძლება რომ პატარა სახელმწიფო მიარსებოს, არის ამის მაგალითი არის ეს, აი ბალკანეთი. ბალკანეთი. ახლა ამ ბალკანეთში რა ხდება? რუსეთის იმპერიას უნდა ოსმალეთის განადგურება. და რატო უნდა? იმიტომ რომ აი ეს უნდა ჩაიგდოს ხელში. აი ეს არის ბოსპორეთის და დარდანელის სრუტეები. ეს უნდა ჩაიგდოს ხელში. ამას აქვს რამდენიმე სარჩული. ერთი სარჩული არის სუფთა იდეოლოგიური საბურველი, რომ ბიზანტიის მემკვიდრეობა აღადგინოს. რუსეთის გერბი ვიცით როგორია? ორთავიანი არწივი. ეს არ არის რუსული გერბი, ეს არის ბიზანტიის გერბი. ბიზანტიის გერბი, რომელიც ისესხა რუსეთმა და გაჩნდა მესამე რომის იდეოლოგია. მესამე რომი რას ნიშნავს? პირველი რომი არის ეს, რომი, ანუ როგორც რომის იმპერია, მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი, ანუ ბიზანტიის დედაქალაქი და მოსკოვმა დაირქვა მესამე რომი. და მეოთხე აღარ იქნებაო. ანუ რუსეთმა მოიგო აღმოსავლეთის საქრისტიანოს პატრონის და მფარველის როლი. და ამისთვის რა არის საჭირო, რომ აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარი. მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი იყო თუ იცით რომელია ეგ? აგია სოფია. აია სოფია. და აი აქ არის მეჩეთი არის ამ დროს აია სოფიაში გახსნილი და აქ მართლმადიდებლური წირვა უნდა განახლდეს ამ აია სოფიაში და ეს თუ ასე მოხდა ეს იდეოლოგიურად თუ ესე შესრულდა, რას ნიშნავს რომ აი ამას ვინც კეტავს ამ შესასრულს, იმისი არის ეს შავი ზღვა. ანუ შავი ზღვა ხდება რუსეთის შიდა ტბა. გამიგეთ? ანუ უნდა მონოპოლია ამ იმაზე შავ ზღვაზე. მეორე მხრივ რუსეთს უნდა გასვლა ხმელთაშუა ზღვაში. ხმელთაშუა ზღვაში რატომ უნდა? იმიტომ რომ აქ უკვე ქვემოთ აი ახლა აქ აღარ ჩანს რუკაზე, მაგრამ ქვემოთ აი აფრიკის და აზიის საზღვარი რო არის, სუეცის არხი არის გაჭრილი. აი ეგვიპტის ესე იგი ორი სხვადასხვა ნაწილი, სადაც აი წითელ ზღვაში გადიხარ და მერე ინდოეთის ოკეანეში. 1869 წელს გაიჭრა სუეცის არხი
და რუსეთი თუ გავა ხმელთაშუა ზღვაზე, ამას თუ დაიკავებს, ესე იგი ხმელთაშუა ზღვაზე გადის და ხმელთაშუა ზღვაზე თუ გადის, ხმელთაშუა ზღვიდან გადის მერე ინდოეთის ოკეანეზე. მანამდე რუსეთს ინდოეთის ოკეანეზე წვდომა არ აქვს. ინდოეთის ოკეანეზე თუ გადის, ბრიტანეთს უქმნის საფრთხეს ინდოეთში. ასევე ხმელთაშუა ზღვაში აი ამებს, კონკურენტ იმპერიებს, საფრანგეთს, იტალიას და სხვებს უქმნის საფრთხეს. ანუ სულ სხვა ასპარეზზე გადის, მაგრამ იდეოლოგიურად როგორ არის ეს შეღებილი? რომ თუ ხმელთაშუა ზღვაზე გავიდა, ქრისტეს საფლავს გაათავისუფლებს. ანუ იერუსალიმს დაიბრუნებს ქრისტიანებისთვის. იერუსალიმი ვის ხელშია? ეს არის ოსმალეთის იმპერიის ხელში. ანუ იდეოლოგიურად აუცილებლობა არის, რომ ოსმალეთის იმპერია განადგურდეს, რათა აღმოსავლეთის საქრისტიანოს წმინდა ადგილები აღდგეს, მაგრამ ამავე დროს ეს რუსეთს აქცევს ძალიან დიდ გლობალურ იმპერიად. მაგრამ ესე იგი რა ხდება აქ, რომ აქ აი ამ ბალკანეთის ტერიტორიაზე არიან ქრისტიანი ხალხები, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ხალხები. შეხედეთ, ბულგარეთი მართლმადიდებლურია, სერბეთი მართლმადიდებლური არის, რუმინეთი მართლმადიდებლურია, საბერძნეთი მართლმადიდებლური არის. ეს მართლმადიდებელი ხალხები არიან, მე-19 საუკუნის ნაციონალიზმმა ესენში აწუხა და უნდა დამოუკიდებლობა. ესენი რომ უშუალოდ რუსეთის მეზობლები ყოფილიყვნენ, რუსეთი პირდაპირ ჩაყლაპავდა, ანუ პირდაპირ მიიტაცებდა მათ, როგორც საქართველოს პირდაპირ მიიტაცა. მაგრამ არ არიან პირდაპირ მეზობლები ესენი, ეს ხალხები. და ამიტომ რუსეთი ოსმალეთის დასასუსტებლად აძლიერებს მათ ნაციონალისტურ მოძრაობას და მხარს უჭერს აჯანყებაში და გათავისუფლებაში. რატომ? იმიტომ რომ ამათი მეშვეობით ოსმალეთის იმპერია უნდა დაასუსტოს. 1914 წელს, ესე იგი მთელი ამ მე-19 საუკუნის მანძილზე რუსეთის იმპერიას უნდოდა ოსმალეთის ჩაყლაპვა. ოსმალეთი ძალიან დასუსტებული იმპერია არის მე-19 საუკუნეში, ამას ეძახიან ევროპის ავადმყოფ ადამიანს. იმდენად დასუსტებული არის, ესე ეძახიან. და მოკლედ მთელი ტერიტორიები წაართვა ეს ჩვენი ბათუმი, ბათუმთან ერთად ეს არტაანი, ართვინი, ყარსი, ის კი არა ფოთშიც ოსმალები იდგნენ, მაკედანაც გააგდო, ახალციხე, ახალქალაქი, ეს ჩვენთან კავკასიის ფრონტზე უამრავი სომხური ტერიტორია, ყარსი, სხვები და სხვები. და ორი ფრონტი იყო ხოლმე მე-19 საუკუნეში ძალიან ხშირად იომეს ერთმანეთთან ოსმალეთმა და რუსეთმა და ყოველ ჯერზე რუსეთი იგებდა, ოსმალეთი აგებდა და რუსეთი რაღაც ტერიტორიებს იგებდა. მეორე ფრონტი იყო ბალკანეთში. მთავარი ფრონტი იყო ხოლმე ბალკანეთში, მეორადი ფრონტი იყო ხოლმე კავკასიაში. ნუ ბუნებრივია ხო, ხა საზღვრები ხედავთ სად არის და აქ უნდა ყოფილიყო მათი ომები ერთმანეთთან. და რუსეთს უნდა რომ ამათ გამოაცხადონ დამოუკიდებლობა, ამით ოსმალეთი დასუსტეს, მაგრამ უნდა ბოლო მიზანი მაინც კონსტანტინოპოლი არის. კონსტანტინოპოლი უნდა აიღოს. ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ ბოლოს კონსტანტინოპოლში შევიდეს. მაგრამ ეხლა მეწეღან რაც მოგიყევით, რომ კონსტანტინოპოლის შედეგად, ოკუპაციის შედეგად რუსეთი რამხელა გასასვლელებს იღებდა და როგორ პრობლემებს შეუქმნიდა საფრანგეთს, ბრიტანეთს და სხვებს, ამის გამო ამ ოსმალეთს იცავენ დასავლური სახელმწიფოები. აი ყირიმის ომი თუ გაგიგიათ მე-19 საუკუნის შუაში მოხდა 1853-56 წლებში. ყირიმის ომში პირდაპირ დაუმიზნა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა კონსტანტინოპოლს. მისი მიზანი იყო კონსტანტინოპოლის აღება. მაგრამ საფრანგეთი და ბრიტანეთი ერთად ჩაერთვნენ ამ ომში, ყირიმის ომში და რუსეთი დაამარცხეს. იმიტომ რომ რუსეთს რომ მოეგო, სერიოზული შედეგები მოყვებოდა ამ ომს, მათ შორის საფრანგეთისთვის და ბრიტანეთისთვისაც. მაგრამ 1914 წელს, როცა მსოფლიო ომი დაიწყო, 1914 წელს შეხედეთ, ამ დროს გერმანიის იმპერია არის და ეს გერმანიის იმპერია სადღაც აქ შორს და სუეცის არხთან და იქ კი არ უწევს უქმნის საფრთხეს საფრანგეთს და ბრიტანეთს. აგერ არის, აი, შუაში არის და შეიძლება პარიზი აიღოს. შეიძლება ლონდონი აიღოს ამ გერმანიის იმპერიამ, აგერ კონტინენტურ ევროპაზე წარმოიქმნა ეს ამხელა საფრთხე. ამიტომ როცა საფრანგეთს და ბრიტანეთს უწევთ არჩევანის გაკეთება, რა უფრო დიდი საფრთხე არის, სადღაც ხმელთაშუა ზღვაში რუსეთი თუ აი აქ გერმანია, რა თქმა უნდა, რომელი? რუსეთი მithქვა.
რანაირად არის რუსეთი უფრო დიდი საფრთხე? ანუ არა, ერთ-ერთი გერმანია ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო არის ეკონომიკურად და ყველანაირი რესურსით, მაგრამ რუსეთი საფრთხეს ქმნის აქ. ხოლო გერმანია საფრთხეს უქმნის პარიზს. საფრთხეს უქმნის რუსეთი პარიზს და ლონდონს ხო ვერ უქმნის საფრთხეს, არა? გერმანია პირდაპირ პარიზს და ლონდონს უქმნის საფრთხეს. ამიტომ არჩევანი გაკეთდა იმის სასარგებლოდ, რომ მოდი რუსეთს რაც უნდა ყველაფერი მივცეთ, ოღონ გერმანიის წინააღმდეგ დაგვეხმაროს. და 1914 წელს პირველად ისტორიაში საფრანგეთი და ბრიტანეთი დათანხმდნენ, რომ რუსებმა აიღონ კონსტანტინოპოლი. ხო? ანუ ეს ომი რომ ესე დამთავრებულიყო, აი რუსეთი რო არ გამოთიშულიყო ამ ომში 1918 წლამდე რო ყოფილიყო ომში ჩაბმული, რუსეთი აიღებდა არა მხოლოდ კონსტანტინოპოლს, მე ამებს გადაუვლიდა. და ანუ აი ამ ქრისტიან მართლმადიდებელ ხალხებს შეიწოვდა შიგნით. ეს ვერ მოხდა, იმიტომ რომ 1917 წელს რუსეთი ამ მსოფლიო ომში დამარცხდა. გარდა ამისა, ხო, და ეს ყველაფერი ხა საიდან დავიწყეთ, რომ აი ეს სახელმწიფოები რო არიან დამოუკიდებლები, იმიტომ არიან დამოუკიდებლები, რომ რუსეთს აწყობდა ამათი დამოუკიდებლობა და ოსმალეთთან ჩამოშორება. ანუ რო გავიხსენოთ კიდევ ერთხელ. ანუ იმპერიულ საერთაშორისო სამართალში პატარა სახელმწიფო შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ორ შემთხვევაში, ერთი თუ როგორც ბელგიაში მოხდა, ორი დიდი სახელმწიფო შეთანხმდება, რომ ეს პატარა სახელმწიფო მოდი იყოს დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ამ და ამ მიზეზის გამო გვაწყობს და მეორე თუ ერთი დიდი სახელმწიფო პატრონაჟს, აი სპონსორშიპ ქვია ინგლისურად, პატრონაჟს ფარველობას გაუწევს პატარა სახელმწიფოების დამოუკიდებლობას. და აი ამ დამოუკიდებლობას ფარველობას უწევდა რუსეთი იმისთვის, რათა ოსმალეთს ესენი არ ჩაეყლაპა. ანუ გამოათავისუფლა ოსმალეთისგან და რო არ ჩაეყლაპა. საქართველოს არც ერთი ეს ვარიანტი არ აქვს. ხო 1914 წლამდე არც ერთი ეს ვარიანტი არ აქვს და შესაბამისად საქართველოში დამოუკიდებლობის იდეა არც არის. მაქსიმუმ რაზეც ლაპარაკობენ ეს არის ავტონომია. 1914 წელს ამან ეს და ეს გერმანია და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაერთვნენ ომში და გერმანიის მიზანი არის რა? შეხედეთ, გერმანია ებრძვის ამასაც და ამასაც. ფაქტობრივად და ქვემოთ კიდე ესა. ფაქტობრივად ყველა მიმართულებიდან გერმანიას აქვს უშუალო სამხედრო საფრთხე. გერმანიისთვის უმნიშვნელოვანესი არის, რომ რუსეთი გამოეთიშოს ომში. იმიტომ რომ აი აქ რო მილიონობით ჯარისკაცი ყავს, ეს რო გადაისრულოს და წაიყვანოს სადმე სხვაგან. რა უნდა გააკეთოს ამისთვის აქ გერმანიამ? ერთი პოლიტიკა არის რუსეთის რევოლუციონირება. ანუ მაგალითად გერმანელები ლენინს აძლევდნენ, ბოლშევიკებს აძლევდნენ უამრავ ფულს. იმისთვის რომ რევოლუციური საქმიანობა გაეძლიერებინათ მათ და თუ რევოლუცია მოხდება რუსეთში, რუსეთი დასუსტდება და გამოეთიშება ომს. რასაც საბოლოო ჯამში მიაღწიეს. ერთი ვარიანტი ეგ. მეორე ვარიანტი რუსეთის დაშლა. იმიტომ რომ ეს ხო აღმოსავლეთით არის, ამისგან აღმოსავლეთით არის და რუსეთის დაშლა და დასუსტება უნდა. რუსეთის დაშლისთვის რა ქნეს ახლა? ნაციონალიზმი ხო თქვით, რომ 19 საუკუნიდან ნაციონალიზმი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის მსოფლიოში, საზოგადოებების განვითარებაში. და აქ არის ამ პატარა ერთა მთელი ჯაჭვი, ხო? აქ არიან ფინელები, აქ არიან სამი ბალტიელი ხალხები, ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები, აქ არიან უკრაინელები, აქ ვართ ჩვენ, კავკასიელები, სამი კავკასიელი ხალხი. და გერმანელები რას აკეთებენ 1914 წელს ყველა ამ ეროვნებას უქმნიან განმათავისუფლებელ კომიტეტებს ბერლინში. იქმნება საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, ფინეთის განმათავისუფლებელი კომიტეტი, ბალტიელების განმათავისუფლებელი, უკრაინის განმათავისუფლებელი კომიტეტი. და ეს ხალხი ვინ არიან? არიან ნაციონალისტები, რომლებიც შეთანხმებაში შედიან გერმანიასთან, რომ გერმანია გამოაცხადებს, აი როგორც რუსეთი დაეხმარა ამათ დამოუკიდებლობას, გერმანია ასევე დაეხმარება ამათ დამოუკიდებლობებს,
იქნებიან გერმანელების მფარველობის ქვეშ და ესენი თავიანთი მხრივ გერმანიას დაეხმარებინან რუსეთთან საომრად. ხო, ახლა ეს ცალკე ლექციის ამბავია ვერ მოვასწრებთ დღეს თუ რამდენი რამე გააკეთა საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა, მაგრამ ეს საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი იყო პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც ფორმალურად მოითხოვა საქართველოს დამოუკიდებლობა. რატომ მოითხოვა? იმიტომ რომ მას გაუჩნდა გზა ამისა გერმანიის მფარველობის სახით. და სწორედ ამიტომ იყო რომ 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა გერმანიის მფარველობით. 1918 წელს არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 1918 წელი არის მსოფლიოში უამრავი ერის დაბადების წელი. ერის სახელმწიფოს დაბადების წელი. აი ამ ტერიტორიებზე აქ არიან ჩეხები არიან, სლოვაკელები არიან, უნგრელები არიან, რა ვიცი, აქ ნაწილი პოლონეთი აქ, აი პოლონეთ ახლობთ აქ არის, ხო? ანუ სამიოს აქ განაწილებული პოლონეთის ტერიტორია. აქ ბალკანეთის ხალხები, ხო, ბოსნია-ჰერცეგოვინა არის, სლოვენია არის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი სახელმწიფო ჩდება აი ამ ტერიტორიაზე. უამრავი სახელმწიფოს დაბადების წელი არის 1918 წელი და რატომ? იმიტომ რომ იმპერიები დაინგრნენ. ანუ ვინც დამარცხდა ომში, ავსტრია-უნგრეთი და გერმანია დამარცხდა ამ ომში, რუსეთი დამარცხდა ამ ომში და ამ ტერიტორიაზე წარმოიშვა ერის სახელმწიფოები. ანუ აი ეს ითვლება Age of Empires დასასრულად, ანუ იმპერიების ეპოქის დასასრულად და ერის სახელმწიფოების დასაწყისად, ხო? და ამ დროს 1918 წელს ამერიკის პრეზიდენტი უდრო ვილსონი, რომელიც უნდოდა თუ არ უნდოდა ჩაერთო ამ ომში 1917 წლიდან უდრო ვილსონი წარმოთქვავს სავის ცნობილ სიტყვას. რომელიც ცნობილია ეგრეთ წოდებული ვილსონის 14 პუნქტის სახელით. ეს იყო თავისი შინაარსით რევოლუციური სიტყვა საერთაშორისო ურთიერთობებში. რატომ რევოლუციური? იმიტომ რომ ის ითვალისწინებს ერთა თვითგამორკვევის უფლებას. და მან წამოაყენა ერთა ლიგის პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის, სოფლიოში პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის იდეა და ეს იდეები ცნობილი არის ლიბერალური ინტერნაციონალიზმის სახელით. იგივე ვილსონიანიზმი, ლიბერალური ინტერნაციონალიზმი ერთ და იგივე რაღაცა არის. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის დაპყრობა დაუშვებელია. დიდის მიერ სუსტის დაპყრობა დაუშვებელი არის. ტერიტორიული მთლიანობა პატივცემული უნდა იყოს. ერთა თვითგამორკვევა პატივცემული უნდა იყოს. რომ იქნება საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც მაგალითად ბრიტანეთს, სოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს და ლუქსემბურგს, ყველაზე პატარა სახელმწიფოს აქვს თითო ხმა. ეს წარმოუდგენელი რაღაცა იყო მანამდე. ვილსონი თავისთავად, ამერიკის პრეზიდენტი ვილსონი თავისთავად იყო რასისტიც იყო და ის ანუ მას კონკრეტულად არ დაუკონკრეტებია ვისთვის გულისხმობს ამ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს, მაგრამ ფაქტობრივად როგორც გამოჩნდა ის გულისხმობდა თეთრი ევროპელებისთვის გულისხმობდა ამას, იმიტომ რომ რაღაცა ველურ კავკასიელებს, ველურ აფრიკელებს, ველურ აზიელებს არ შეუძლიათ დამოუკიდებელი სახელმწიფოების ქონა. ან ესეთი იდეები, ესეთი აზრი ჰქონდა ვილსონს და ანუ მაგრამ მაინც რევოლუციური იყო ეს ყველაფერი. ერთი რომ ვილსონი არის პირველი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ჩავიდა ევროპაში. ანუ პარიზის კონფერენციას დაესწრო. პირველი პრეზიდენტია, რომელიც ევროპაში ჩავიდა. ანუ პირველად ამერიკის ისტორიაში ამ ომმა გამოიწვია ის, რომ ამერიკა შემოვიდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს პოლიტიკაში. და მეორე, რომ აი ეს ახალი სამართლებრივი ნორმები გამოაცხადა. ეს ნორმები რო გამოაცხადა, კაცო, ამ ნორმებმა ჯერ-ერთი ეს იმპერიები ხო ისედაც უკვე დასუსტებულები არიან. ნაციონალიზმი ხო ისედაც გაძლიერებულია და
ვილსონის იდეები ერთად გამორკვევის თაობაზე ფაქტობრივად რაღაც აი როგორც ლოცვა კურთხევა ეგრე დაეწია ამ პატარა ერებს, რომ აჯანყებულიყვნენ. ანუ ლეგიტიმაცია გაუწია პატარა ერთა ბრძოლას იმპერიების წინააღმდეგ. ამიტომ აი ამ ვილსონის იდეებმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია აჯანყებები. ანუ მზად იყო ეს აჯანყებები, რა თქმა უნდა, ამ გლობალური პროცესების გამო, მაგრამ აი ამ ვილსონმა ამისი ლეგიტიმაცია, ფაქტობრივი ლეგიტიმაცია გააკეთა, ხო? ამ გლობალური ინტერნაციონალიზმის იდეები შემოვიდა საერთაშორისო სამართალში, ერთა ლიგა დაფუძნდა, მაგრამ ასე რომ თქვათ რაღაც როგორც ახლა ქრისტიანობა არ გავრცელებულა ერთ ღამეში და ერთ დღეში, ხო? ისე თქვათ ეს ლიბერალური ინტერნაციონალიზმის იდეები არ დამკვიდრებულა ერთ დღეში. ანუ ახლა ქრისტიანობას რო დაუბრუნდეთ, ხო, რომელ საუკუნეში მიიღო საქართველოს ქრისტიანობა? მე-4 საუკუნეში, მაგრამ აგერ თამარის დროს 1209 წელს თუ არ ვცდები. ფხოვში, ანუ აღმოსავლეთ საქართველოს თიანეთში, აი შავხევ სურათს რაც ეძახიან. ანტიქრისტიანული აჯანყება გვაქვს, სადაც სამეფო ხელისუფლება ძალით ცდილობს ქრისტიანობის დამკვიდრებას აგერად. 900 წლით ადრე არის მიღებული საქართველოს ქრისტიანობა, ხო? 800 წლით ადრე უпроსტად. და ეს, ანუ ეს მირიანმა მოინათლა, მეორე დღეს მთელი საქართველოს ქრისტიანი არ გამხდარა მაგის გამო, ხო? ამიტომ ეს რაღაცა ინერცია არის, რაღაცა benchmark რომ იტყვენ, ანუ გამყოფი ხაზები ისტორიაში, რაღაცა ახალი პროცესების დასაწყისი, მაგრამ ერთ ღამეში არ ხდება სრული ცვლილება. ამიტომ ეს ძველი იმპერიალისტური ნორმები საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგა შეიქმნა და ასე შემდეგ. აი ეს interwar period, ომთაშორის პერიოდი არის ძალიან მძიმე, ანუ ომთაშორის პერიოდი რას ქვია? ომი დამთავრდა 1918 წელს და ახალი ომი დაიწყო 1939 წელს, ხო? ეს 31 წელი საკმაოდ ისეთი მძიმე არის და თუ პირველ წლებში ეს ვერსალ-ვაშინგტონის სისტემა დამკვიდრდა, ხო? ანუ ვერსალის ზავით გერმანიის ეს დამარცხება გაფორმდა, ერთა ლიგა შეიქმნა, ვაშინგტონის კონფერენციამ საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი ნორმები დაამკვიდრა, ახალი მსოფლიო რუკა შეიქმნა. უამრავი რამ მოხდა მაგ დროს, ხო? დღეს რომ არსებობს ბევრი ისეთი სახელმწიფო მაშინ შეიქმნა. მაგალითად ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებში ამ დროს შემოდის. ანუ მანამდე ლიგვა ფრანკა საერთაშორისო ურთიერთობებში არის ფრანგული. აი 1919 წელს შეიკრიბა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია, რომელსაც უნდა შეეჯამებინა პირველი მსოფლიო ომის შედეგები. 4 წელი ომეს და რა ახალი მსოფლიო რუკა არის, უნდა დაადგინონ. პირველი 3 დღე კამათობდნენ იმაზე, რა ენაზე უნდა ყოფილიყო ეს კონფერენცია, ფრანგულად თუ ინგლისურად. რატომ? ანუ მანამდე ამაზე კითხვა არც გაჩნდებოდა, მაგრამ ეხლა რა შეხედა ხდება, რომ უმაღლესი საბჭო, ანტანტის უმაღლესი საბჭოში ვინ არიან? საფრანგეთი, იტალია, ამერიკა, ბრიტანეთი. ანუ მანამდე თუ მარტო ბრიტანეთი იყო ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებში ინგლისურენოვანი ქვეყანა. ეხლა ამერიკა შემოვიდა. ანუ ამ უმაღლეს საბჭოს 4 ქვეყნიდან 2 არის ინგლისურენოვანი. მაგრამ ფრანგული ენა მაინც ტრადიციულად დიპლომატიის ენა არის, თან პარიზში იმართება ეს კონფერენცია და მოკლედ ამ სამდღიანი დავის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ორივე ენაზე ყოფილიყო. ბილინგვალური ყოფილიყო კონფერენცია, როგორც ფრანგული, ასევე ინგლისური. აი 1921 წელს უკვე ხო ვაშინგტონში ტარდება ეს კონფერენცია და ვაშინგტონი ამერიკა არის, ანუ მასპინძელიც ამერიკაა, ბრიტანეთის იქაა და უკვე მხოლოდ ინგლისურ ენაზე ტარდება ეს ვაშინგტონის კონფერენცია. ამიტომ ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობების ენა იქცა არა ბრიტანეთის გამო, არამედ ამერიკის გამო. ანუ ამერიკა როცა შემოვიდა ამ პოლიტიკაში, ამის შემდეგ ხდება. მოკლედ, ბევრი ხა ვერ მოვასწრებთ ყველაფერს, უამრავი ასეთი ტრანსფორმაცია ხდება ამ პერიოდში და აი ეს რაღაცა idеалистური მოსაზრებები ჩნდება, რომ ნუ დამთავრდა რა, დამთავრდა ახლა ეს, ომებს უნდა მორჩეთ. რა ქვია მაგას შეიქმნა ორგანიზაცია ერთა ლიგა, რომელიც ააკრძალავს ყველანაირ ომებს, რომელიც თითქოს გააუქმებდა ეროვნულ ინტერესებს
და ყველაფერი უნდა წაიმართოს შვიდობიანად, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს თითო ხმა და ამ იდეალიზმმა არ იმუშავა, იმიტომ რომ ამ ომს ყავდა დამარცხებულები. ვინ არიან ეს დამარცხებულები? არიან გერმანია და რუსეთი, ხო? ამიტომ ეს დამარცხებულები არად დაგიდევენ ამ საერთაშორისო ურთიერთობების ახალ პრინციპებს. და იწყებენ ამ რევანშიზმს, ხო? ნუ რა ქნა ახლა ამ რუსეთმა პირველი ჩვენ დაგვიპყრო კავკასიის სახელმწიფოები, ხო? საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი 1921 წლებში. უკრაინა ეგერ მერე ბალტიის ქვეყნებს მიადგა 1940 წელს. გერმანიამ აი ამ დანგრეული იმპერიის აღდგენა დაიწყო, იაპონიამ დაიწყო შავის რაღა იყო კაცო. წყნარი ოკეანის აუზში გაბატონება, იტალიამ ჩრდილოეთ აფრიკის ათვისება დაიწყო. მოკლედ არ მუშაობს ეს საერთაშორისო ურთიერთობების ეს ახალი პრინციპები. ამავე დროს თელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა მოიცვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა. და ეს ავტორიტარული რეჟიმები ჯობნიან დემოკრატიულ სახელმწიფოებს. რითი ჯობნიან? აი მაგალითად ჩეხოსლოვაკია, ხო? დღეს ჩეხეთი ცალკე, სლოვაკეთი ცალკე, მაგრამ მაშინ აი ამ ომთა შორის პერიოდში ჩეხოსლოვაკია ერთიანი სახელმწიფო იყო. მაგალითად ჩეხოსლოვაკია არის ფაქტობრივად ცენტრალურ ევროპაში ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული არის თავისუფალი სასამართლოდ, დამოუკიდებელი სასამართლოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უკვე ნაცისტები არიან ხელისუფლებაში გერმანიაში 30-იანი წლებია და გერმანია იწყებს ჰიბრიდულ ომს ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ, რომ ამ ჩეხოსლოვაკიის იმას, რა ქვია, ჩეხოსლოვაკიაში იყო გერმანელებით დასახლებული რეგიონი, შეიძლება გახსოვდეთ სწორი, სუდეტები. სუდეტების რეგიონი და ამ სუდეტების ნაცისტ გერმანელებს გერმანია აძლევს უამრავ ფულს, რომ საბოტაჟური საქმიანობა აწარმოონ ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ, გამოუთხარონ ძირის ჩეხოსლოვაკიურ სახელმწიფოს პრეტექსტის შექმნან რუსეთის შესაჭრელად, რაც ახლა აფხაზეთში ხდებოდა, ცხინვალში ხდებოდა, იმაში ხდებოდა, რა ქვია, დონბასში, ყირიმში რაც საკეთებს რუსეთი. ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს სადაზორო ინფორმაციები ამაზე აქვს. მაგრამ რომ დაიჭიროს ეს ნაცისტები და სასამართლოს სკამზე დასვას არ აქვს, ასე რომ ვთქვათ, აი სასამართლოსთვის შესაბამისი და საკმარისი evidence როგორ არის ქართულად? მტკიცებულებები. სათანადო მტკიცებულებები. გამიგეთ, ანუ აქ დემოკრატია სისუსტეს ავლენს. და იმ ავტოკრატიას არ აინტერესებს სულ არა ეს, რა ქვია, მტკიცებულება ეს ის არ აინტერესებს, ეწევა თავის საქმიანობას. ამის შედეგი რა იყო? ამის ბოლო შედეგი ის იყო, რომ დაანგრიეს ჩეხოსლოვაკიის დემოკრატიული სახელმწიფო. და დამცველი არ იყო კაცშვილი. ხო, ანუ ამას ანუ იმდენად დაიღალა კაცობრიობა, ორი რაღაცა იყო რა აქ გლობალურ პოლიტიკაში ორი რაღაც მნიშვნელოვანი ასპექტი იყო. ერთი, რომ გერმანია იმდენად დაასუსტეს და დაშალეს, რომ სოფლიოში იყო განცდა, რომ გერმანიას ცოტა ზედმეტად არასწორად ხო არ მოვეკეცით. ხო, რომ ანუ ფაქტობრივად ყველაფერი წავართვით და დავტოვეთ რაღაცა პატარა სახელმწიფო, რომელსაც 100,000-იან ჯარზე მეტი სკოლისუფლება არ აქვს და რომელმაც უნდა გვიხადოს ეს რეპარაციები. და განადგურდა ეს გერმანია და ამ განადგურებამ გამოიწვია რევანშისტული ძალის მოსვლა ჰიტლერის სახით, თან არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, ხო, კი არ ჩაუგდია ეს ძალაუფლება. რევანშისტული ძალის სახით მოვიდნენ ნაცისტები. ეს ნაცისტები იწყებენ, როგორ იწყებენ? აი როგორც ახლა პუტინი რო ამბობს რა, რომ აი საბჭოთა კავშირი თქვენ დაშალეთ, ესე და ესე მოგვექეცით და ვიღაცებს აქვს შერცხვენილი დამოკიდებულება რა, ყოველ შემთხვევაში 2022 წლამდე უკრაინის შესვლამდე ეგრე იყო, რომ ხო აბა რუსეთს ცოტა უსამართლოდ ხო არ მოვექეცით და რაღაცების უფლებას აძლევენ პუტინს, ხო?
ესე იყო რომ ამ ნაცისტურ გერმანიას მოვეკეცით ზედმეტად მკაცრად, ზედმეტად უსამართლოდ და ეხლა თითქოს ანუ შეიძლება შეთანხმებების ეწინააღმდეგება ის, რასაც ჰიტლერი აკეთებს ეს არმიის ოდენობის გაზრდა, ტერიტორიების აი საარბრიუკენის ოკუპაცია რო გააკეთა, მერე სუდეტების ოკუპაცია გააკეთა. ანუ შეიძლება ავსტრიის ვენის ოკუპაცია, ანშლუსი, ვენის ოკუპაცია გააკეთა. შეიძლება შეთანხმებას და სამართალს ეწინააღმდეგება ფორმალურად, მაგრამ აი მორალურად მგონი მტყუანი არ არის ჰიტლერი. იმიტომ რომ ეს გერმანელები იმდენად დაჩაგრეს, რომ აი მორალურად რაღაცებზე ხა ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ. ამას ემატება ის, რომ ანუ აი მადა არა აქვთ ევროპელ ლიდერებს, ხო, ანუ ეს ამხელა ომი ახალი მომხდარია და მოდი ხა აღარ გვინდა რა ეს ახალი ომი, კიდე ომი, 4 წელი ვიომად სოფლიო ომი და კიდე ახლა ამ მილიტარიზაციას და სამხედროზე ამდენი ფულის დახარჯვა აღარ გვინდა და ხელი მოჰკიდეს დაშოშმი appeasement policy, რასაც ქვია, დაშოშმინების პოლიტიკას მოკიდეს ხელი, რომ აი ყოველ ჯერზე რომ რაღაც ახალს დაითრევდა ჰიტლერი, ყოველ ჯერზე იყო დაშოშმინების, რომ ანუ ამას ქვია რა, რომ ნიანგის ყვება იმ იმედით, რომ შენს არ შეგჭამს. გალიაში ნიანგის ყვება იმედით რომ შენ არ შეგჭამს, ხო? ანუ ამ საერთაშორისო ურთიერთობების ერთი მთავარი პრობლემა იყო ის ამბავი, რომ ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ორი უდიდესი სახელმწიფო, გერმანია და რუსეთი არ ეთანხმებიან საერთაშორისო რეგულირებას. აი წარმოიდგინეთ, ეს ორი ამხელა ქვეყანა არის და ვერსალ ვაშინგტონის სისტემამ რაც დაალაგა გეოპოლიტიკაში, არც ერთი ამას არ ეთანხმება. ანუ მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა გადაწყვეტილების მიღება და თან არქიტექტურა საერთაშორისო ურთიერთობების აიგო საშინელი. შეხედეთ, აი აქ გააკეთეს ეგრეთ წოდებული სანიტარული კორდონი, ხლა ამ რუკაზე არ ჩანს, მაგრამ სოფლიო რუკა თუ წარმოგიდგენია თანამედროვე იოლად აღქვათ აქ რაც ხდება. ანუ უნდა ყოფილიყო სანიტარული კორდონი ეგრეთ წოდებული რუსეთსა და ანუ უკვე საბჭოთა კავშირი არის ამ დროს საბჭოთა კავშირსა და ახალ გერმანიას შორის იმისთვის რომ ეს საბჭოთა კავშირი და გერმანია ერთმანეთს არ დაუკავშირდნენ და რევანშისტული ალიანსი არ შექმნან ერთმანეთთან. აი აქ ამ ტერიტორიაზე, აი აქ თქვათ აი ეს ნაწილი გერმანიისა გადაეცა ლიტვას. აქ ლატვია, ესტონეთი არიან, აქ ფინეთი არის. ეს ნაწილი გერმანიისა გადაეცა პოლონეთს. ეს ნაწილი გერმანიისა გადაეცა პოლონეთს. აქ პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეიქმნა. გამიგეთ, ანუ რაღაცა ილუზია იმისი, რომ აი აქ ჩადგმული პატარა ლიტვა მოახერხებდა ყოფილიყო შემაკავებელი რუსეთისა და გერმანიას შორის, რუსეთსა და გერმანიას შორის კავშირისა. ხო, ლიტვა როგორ შეიძლება და ამის შემკავებელი ყოფილიყო? ხო? შეუძლებელი იყო ეს ამბავი. რა გააკეთეს გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა 1939 წელს 39 წლის 23 აგვისტოს გააფორმეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, ანუ რიბენტროპ და მოლოტოვის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიისა, რომლის მიხედვითაც მთელი ეს ტერიტორია გადაინაწილეს. ანუ ეს ბუფერი, რაც შიგნით ჩაუდგეს, ანტანტამ რაც შიგნით ჩაუდგა ეს ბუფერი, უნდა ჩაეყლაპათ. ანუ აი ეს ბალტიის ქვეყნები წაიღო იმან რუსეთმა გარდა აი დღეს არის ქალაქი კლაიპედა, მაშინ მემელბურგი ერქვა, ლიტვაში საზღვაო ქალაქი არის აქ, ეს კლაიპედა წაიღო გერმანიამ, დანარჩენი სამებალტიური ქვეყანა რუსეთმა, ფინეთი რუსეთს უნდა წაეღო. და აქ პოლონეთს რუსეთი და ის გაინაწილებდნენ საბჭოთა კავშირი, ამიტომ ერთობლივად დაარტყეს. აქედან რუსები შემოვიდნენ, აქედან გერმანელები და ბუნებრივად პოლონეთმა ვერ გაუძლო. აქ ჩეხოსლოვაკია და ავსტრია გადაყლაპა იმან რა ქვია გერმანიის იმპერიამ და მესამე რაიხმა უკვე ჰიტლერულმა გერმანიამ. და ეხლა დღეს რუსებს ამის გახსენება არ უყვართ, მაგრამ აქ ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო აღლუმი ჰქონდათ ნაცისტებს და წითელ არმიას.
1929 წელს მას შემდეგ რაც ერთად გადაუარეს ამ ბალტიურ სახელმწიფოებს, ხო? მე უბრალოდ მოხდა ისე რომ ჰიტლერმა უკვე საბჭოთა რუსეთსაც გამოუცხადა ომი. საბჭოთა კავშირსაც გამოუცხადა ომი. ანუ რეალურად აი ეს ლიბერალურ ინტერნაციონალიზმზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობები რაც შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამ ვილსონიანიზმი, liberal internationalism, ვილსონიანიზმი ეს გაანადგურეს იაპონიამ, გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ეს და იტალიამ ეს გაანადგურეს და კაცობრიობამ იომა კიდევ ერთი მსოფლიო ომი და ამისი სრული ინსტიტუციონალიზაცია ამ ლიბერალური ინტერნაციონალიზმის სრული ინსტიტუციონალიზაცია ხდება 1945 წლის შემდეგ. როცა იქმნება გაეროს წესდება გაეროს უშიშროების საბჭო, სადაც 5 მუდმივ მოქმედი წევრი არის საბჭოთა კავშირი და მერე მის მემკვიდრე რუსეთი, რა ქვია იმას, ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ცივი ომი ხო ვიცით 1945 წლიდან უდრე 1991 წლამდე, ხო? იმას რა ქვია ამ ამერიკასა და საბჭოთა კავშირის შორის უბრალოდ გლობალურად რო ვთქვათ დასავლურ სამყაროსა და ამ ვარშავის პაქტს შორის, ხო? ნატო ვარშავის პაქტის სახელმწიფოებს შორის. ეს არის სოფლიო ისტორიაში ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი. ეხლა ამ მშვიდობიან პერიოდში ჩვენ საბჭოთა რეჟიმის ქვეშ ვარ და კაი არაფერი გვემართება, მაგრამ აი გლობალურ ისტორიას რო შევხედოთ, ეს არის ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი. ხო, რომ ანუ არც დიდ ეს კი მას კი არ ნიშნავს, რომ არაფერი მოხდა და ტყვე არ გასროლილა. ეხლა ამ დროს ებრაელებმა და პალესტინელებმა, ებრაელებმა და არაბებმა უამრავჯერ ხოცეს ერთმანეთი და აფრიკაში დეკოლონიზაცია უამრავი სისხლის ღვით მიმდინარეობდა აზიის კონტინენტზე, დიქტატურები, სამხრეთ ამერიკაში 1000 ისენი რა ქვია ხუნტის რეჟიმები და რაღაც ჩიტები კი არ ჭიკჭიკებენ მთელ სოფლიოში და ყველა ბედნიერი კი არ არის, მაგრამ აი დიდ სახელმწიფოებთან მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე კი არა მიმის მე არც ერთხელ ხო 1945 წლის შემდეგ დიდ სახელმწიფოებს ერთმანეთთან არ უომიათ. ხო, იმიტომ რომ ხდება აი ამ საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალური ინტერნაციონალიზმის ინსტიტუციონალიზაცია, სადაც აი 45 წლის შემდეგ ვიდრე რუსეთის გააქტიურებამდე აი ახლა საქართველოში, უკრაინაში არ ყოფილა ეპიზოდი, როცა დიდი სახელმწიფო შეიჭრა პატარას ტერიტორიაზე და დაარჭო იქ თავისი დროშა და თქვა, რომ ეს ჩემი ტერიტორია არის. არა, ინტერვენციები ყოფილა. ანუ კორეის ომი იყო, ამერიკა კუვეიტში, ერაყში შეიჭრა, მაგრამ რაღაცა ეს ჩემი ტერიტორია არ უთქვია. ხო, რაღაცა ამერიკის დროშა არა, ვიეტნამის ომი იყო, ხო, ავღანეთი და სხვა, ხო, მაგრამ ის რომ რაღაცა ეს ჩემი ტერიტორია და ამიტომ შემოდივა რომ წაგართვა, ეგეთი რაღაცა რუსეთმა გააკეთა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად. ეხლა რატო არ ყოფილა ეს გლობალური ომები? ჯერ ერთი ორმა მსოფლიო ომმა ცოტა არ იყოს ძალიან დაღლა კაცობრიობა და მართლა მოხდა ინსტიტუციონალიზაცია. ანუ საერთაშორისო სამართლის დოკუმენტებში ჩაიწერა ეს პრინციპები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, რომ ძალის გამოუყენებლობა და შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაციები, ეუთო, გაერო, ევროკავშირი, სადაც ყველას თვითონ უფლება აქვს. ხო, ანუ ეს არის ლიბერალური ინტერნაციონალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში. ანუ ის რაც იყო, აი ეს იმპერიული საერთაშორისო სამართალი თქო, რო ვთქვით, საერთაშორისო ურთიერთობების ენაზე ამას ქვია რეალიზმი. ანუ როცა რეალური ძალის პოლიტიკის შედეგად პოლიტიკის ტარება და ლიბერალური ინტერნაციონალიზმი რას ნიშნავს, რომ პატარებსაც აქვთ არსებობის უფლება. პატარა სახელმწიფოები გარდა ლიბერალური ინტერნაციონალიზმისა ვერცერთ სხვა პარადიგმაში ვერ იარსებებენ საერთაშორისო ურთიერთობებში და თუ დაბრუნდა რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში
რაღაც ადრე თუ გვიან ისევ 40-მდე ჩამოვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების რიცხვი მსოფლიოში. ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ ახლა, ხო, ჩვენ, რომ თუ ახლა ნორმალიზდა ის, რომ ხა რუსეთი უკრაინაში შევიდა, დაანგრია, ჩვენთან შემოვარდა, დაანგრია. ერე ახლა ტრამპი ამბობს, რაღაცა გრენლანდია წაიღო, პანამა წაიღო, რაღაცა, ხო, ახლა ძალა და კუნთი ყველასა აქვს, ხო, ზოგს დიდი, ზოგს პატარა. გამიგეთ ახლა ესე თუ დაიწყო ოპერირება მთელმა მსოფლიომ, იმიტომ რომ დემოკრატიული სახელმწიფოების შიგნითაც, ხო, ახლა საფრანგეთის შიგნით, გერმანიის შიგნით, თუნდაც ბრიტანეთის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ხო, ეს უნდა იყოს ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები და ეს იმას ნიშნავს, რომ პატარები ესეთ გარემოში ვერ იარსებებენ. ხო? ის ვინც დღეს, თქვათ, უჭერს მხარს ან ტრამპს, ან პუტინს, ან აი ამ ეგრეთ წოდებულ ულტრაკონსერვატივებს ევროპულ პოლიტიკაში ნეფსით თუ უნებლიეთ აი ესეთი ურთიერთობების აღდგენას უჭერს ხელს, ხო? ნუ შეიძლება ადამიანი კონსერვატორი იყო, თუნდაც ქართველი და რა პრობლემა არის და ანუ ჯანსაღი კონსერვატიზმი, მაგრამ ეხა ეს არის ეს ჯანსაღი კონსერვატიზმი, ეს არის პოპულიზმი არის. ანუ ეს იდეოლოგიაზე დაფუძნებული არ არის და მეორე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოები ასეთ გარემოში ვერ არსებობენ. უბრალოდ ვერ არსებობენ. მეორე ამბავი რის გამოც ეს დიდი ომები 1945 წლის შემდეგ არ მომხდარა. იყო ატომური ბომბის გამოგონება. ატომურმა ბომბმა მართალია შექმნა სამყაროს დასასრულის საშიშროება, იმიტომ რომ ხლა ამათმა რომ თავიანთი არსენალი 10% ესროლონ ერთმანეთს, დედამიწა აღარ იარსებებს. მაგრამ ეს ხო თვითონაც იციან. ამიტომ ორი დიდი სახელმწიფოს ერთმანეთთან ომი უქადის ორივე სრულ განადგურებას. მაგალითად, ვინმემ რომ მოინდომოს მოსკოვის აღება, ან ვაშინგტონის აღება, ან პეკინის აღება, ან პარიზის აღება, ახლა მე რატო ჩამოთვალე ესენი, ჩამოთვალე იმ სახელმწიფოების დედაქალაქები, რომლებსაც ატომური ბომბი აქვთ. ყველას თავის უსაფრთხოების დოქტრინაში უწერია, რომ ანუ განადგურების წინ ატომურ ბომბს იყენებს, ხო? შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს აიღებს მოსკოვს, პარიზს, პეკინს, ვაშინგტონს, რავი იმაში რა ქვია, დელის და ნუ მოკლედ ამ დედაქალაქებს, სადაც ატომური სახელმწიფოები არიან. შესაბამისად, ამ დიდებმა ერთმანეთთან ვერ იომეს, ხო? იყო ასე რომ ვთქვათ, proxy wars, რასაც ეძახიან, ანუ ქართულად როგორ არის proxy wars არც ვიცი. ესე იგი, ის ომები, სადაც კორეის ომი, მაგალითად, სადაც ფაქტობრივად ჩინეთი და ამერიკა ეომებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ ეს არ იყო, თქვათ, არც პეკინის ასაღებად იყო ეს ბრძოლა და არც ვაშინგტონის ასაღებად იყო, ხო? ეს იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ომი, სადაც ორივე მხარემ უარი თქვა ატომური ბომბის გამოყენებაზე. და ატომურმა სახელმწიფოებმა წააგეს ომები, ხო? რავი, ვიეტნამში წააგო ამერიკამ, ავღანეთში საბჭოთა კავშირმა წააგო, აგერ კორეის ნახევარკუნძულზე იომეს, მაგრამ ატომური ბომბი არ გამოუყენებიათ. შესაბამისად, ეს პრეცედენტი რო არ ყოფილა ჰიროსიმა ნაგასაკის შემდეგ, პუტინსაც დღეს უჭირს ამ 3 წელია უკვე ბორძიკობს უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ატომური იარაღი არ გამოუყენებია, იმიტომ რომ ეს არის ისეთი რაღაცა, რაც თელ მსოფლიოს მის წინააღმდეგ მიატრიალებს, ანუ ჩინეთიც, ინდოეთის ყველა მის წინააღმდეგ, ანუ ეს იქნება პანდორას ყუთის გახსნა. იმიტომ რომ უკრაინას თუ ესროლა, მე შეიძლება ნებისმიერს ესროლოს. ხო? მოკლედ, ესეთი პარადიგმები ამ რაც ანუ რისი ტრანსფორმაციაც მოიტანა მეორე მსოფლიომ, მაგრამ დღეს უკვე კიდევ ერთ რევერსალს ვხედავთ. ხო, კიდევ ერთ უკუ პროცესს ვხედავთ. ხო, აი როგორც აი მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ პირველი მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ ეს ერთა ლიგა რო გაჩნდა და რო გაჩნდა იდეალისტური იდეები, რომ აი დამთავრდა ახლა ეს ომები, აღარასდროს აღარ ვიომებთ, ერთა ლიგა შევქმენით და ნუ 20-იანი წლების საერთაშორისო ურთიერთობები არის გულუბრყვილო იდეალიზმზე აგებული. ეგეთი ილუზიები გაჩნდა 1990-იანი წლებიდანაც, როცა
როცა ფუკუიამამ, ფრენსის ფუკუიამამ დაწერა, რომ ისტორია დასრულდა. რომ ეს დაპირისპირება, ცივილიზაციური დაპირისპირება ამ დასავლეთ და აღმოსავლეთ შორის აღარ არის, რომ ახლა რუსეთიც დემოკრატიული გახდება, რუსეთიც ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდება. და რომ დიდ დემოკრატიულ სოფლიოში ვიცხოვრებთ, სადაც ესე იგი ცხვარი და მგელი ერთად მოძოვენ ბალახს. გამიგეთ, მაგრამ ეს იდეალიზმი, ანუ აი გავიდა წლები და აი ეს ისევ აი ეს ეროვნული ინტერესები, იმპერიალიზმი დაბრუნდა უკან და რუსეთის იმპერია, რომელიც არის კლასიკური სახით ბოლო იმპერია სოფლიოში, კაი კლასიკური სახით, აი ტერიტორიული იმპერიას რაც ქვია, იბრძვის რეკოლონიზაციისთვის, ანუ თქვათ ბევრი სახელმწიფო, რომელიც სოფლიო რუკაზე არის, თქვათ ალჟირი ავიღოთ, ან სიამი, ტაილანდი ავიღოთ, სხვები მძიმე კოლონიური ბრძოლების და ომების შემდეგ გათავისუფლდნენ. ანუ არ ყოფილა ეს რაღაცა საფრანგეთმა უთხრა რომ მოდი ახლა დღეს დამოუკიდებელი იყავი და აღარაფერი აღარ გვინდა შენგან. არა, მძიმე კოლონიური ომები იყო. თუმცა ეს დამთავრდნენ იმპერიები. ხოლო რუსეთის იმპერია ეწევა რეკოლონიზაციის ომს ახლა. ანუ ხო არ დეკოლონიზაცია არის, როცა მთავრდება რეკოლონიზაცია არის, როცა ხელახლა იწყება კოლონიზაცია, ხო? ანუ რუსეთის პერსპექტივიდან რაც უკრაინაში ხდება, ან რაც ჩვენთან მოხდა 2008 წელს არის რეკოლონიზაციის ომი. ჩვენი პერსპექტივიდან არის დეკოლონიზაციის ომი. ამას რო 100 წლის მერე ნახავენ, ხო, ნუ ამ ყველაფერს ამ ასე რომ ვთქვათ ჩარჩოებში ჩასვავენ, როგორც ახლა მე ჩავსვი 100 წლის წინანდელი მოვლენები, ხო, ჩარჩოებში, მაგრამ ეს ახლა ჩვენ გვეხება. ჩვენ თავს ხდება. ჩვენ შეიძლება როგორც ვთქვათ 1914 წლიდან 1945 წლამდე არსებული მთელი თაობები შეეწირა ამას, თაობები შეეწირა ამ პროცესებს, ისევ შეიძლება შევეწიროთ ჩვენ და ვეწირებით და ჩვენთვის არის მძიმე ეს, თორე სოფლიო ისტორიის გადმოსახედიდან რო უყურო, ეს არის მორიგი ციკლი აი ამ არეულობისა, მორიგი სახადი საერთაშორისო ურთიერთობაში, რომელიც აი ესაა იწყება. კარგით, ამით მოვრჩები მე, დიდი მადლობა, მეც დავიღალე თქვენს დაგღალეთ გონი. თუ გექნებათ კითხვები, ან მოსაზრებები, რამდენიმე წუთი შეგვიძლია დავუთმოთ ამ ამბავს. მაშინ ძალიან გლობალურად და ზედან დამზერადი იყო ყველაფერს საუბრობთ და აი ამ ყველაფერა გამომდინარე. პატარა ანალიზი, პატარა პროგნოზი თუ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გავიგეთ, რომ ჭკუა ეყოფა ალბათ რუსეთს და არ გამოიყენებს ატომური არას ამ სხვა სახელმწიფოს მაგრამ აი საგონდე შეიძლება ეს პროცესი. თქვენი როგორც ერთმანეთი პრინციპში მე ამის შესახებ რაც ომი დაიწყო იმის მერე არ ჩამცვლია მოსაზრება, ანუ რა არის ომის მიზნები, აქედან უნდა დავიწყოთ. ანუ ერთი და მეორე მხარის ომის მიზნები რა არის? ომის მიზნები არ არის დასავლეთ დონეცკი და ჩრდილოეთ ხერსონი. ანუ ტერიტორიებზე არ არის ეს ომი. ეს ომი არის ბევრად უფრო სიღრმისეულ რამეებზე, ბევრად უფრო მნიშვნელოვან რამეებზე, ვიდრე ცალკეულ ოლქებზე. კერძოდ, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, რუსეთი დარჩა იმპერიად, ხოლო უკრაინას გაუჩნდა შანსი ჩამოეყალიბებინა ერი სახელმწიფო. ანუ რუსეთი რუსეთად ვერ იარსებებს თუ ის დემოკრატიზაცია თუ მოხდა რუსეთში. ანუ თუ დემოკრატიზაცია მოხდა რუსეთში, მაშინ რა უნდა მის შემადგენლობაში და რატო არ გამოვა მის შემადგენლობიდან ნავთობით მდიდარი ჩეჩნეთი? ან სხვა მინერალებით მდიდარი თათარისტანი?
ან ციმბირის თვალუსწვანელი ტერიტორიები, ანუ ეს ეხა ხო ის არ ხდება, რა ქვია, დასავლურ სახელმწიფოში როგორ ხდება ეს ეხა? მაგალითად გრენლანდია ჩაატარებს რეფერენდუმს დამოუკიდებლობაზე, თუ მისცეს ხმა, გახდება დამოუკიდებელი. შოტლანდიამ ჩაატარა რეფერენდუმი, უბრალოდ არ მისცეს დამოუკიდებლობას ხმა, ამიტომ არ გახდა დამოუკიდებელი, ხო? ანუ რუსეთის დემოკრატიზაცია ნიშნავს რუსეთის დაშლას. ან რუსული პერსპექტივიდან ესე უყურებენ. ხოლო უკრაინა ხდება ერის სახელმწიფო და უკრაინას თავისი მომავლისთვის არანაირად არ სჭირდება იყოს იმპერიის ნაწილი. ანუ მათი იდენტობები გაიყო, სხვადასხვა იდენტობა აქვთ, ანუ ერის სახელმწიფო, იმპერია. ეხლა თუ უკრაინა გახდება წარმატებული ერის სახელმწიფო, ანუ ის გახდა ევროკავშირის წევრი და ლიბერალური დემოკრატიით და ევროკავშირის წევრობით მისმა სიმდიდრემ სამჯერ გადააჭარბა რუსეთს, ანუ რიგითი უკრაინელი თუ სამჯერ მდიდარია რუსზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ორი ძალიან მსგავსი ენის, ისტორიის, წარსულის, ყველაფრის, ანუ ესე იგი ძალიან მსგავსები არიან, ხო? და თუ უკრაინელებმა ლიბერალური დემოკრატიის შედეგად შეძლეს, რომ სამჯერ უფრო ძლიერები იქნენ ვიდრე რუსები, ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი რუსეთისთვის. რომ მერე რიგითი რუსი დასვავს კითხვას 30 წლის მერე ვთქვათ რა, უკრაინა გახდა ლიბერალური დემოკრატია, 30 წლის მერე სამჯერ უფრო მდიდარია ვიდრე რუსეთი და რიგითი რუსი ცვავს კითხვას, რომ რა ჯანდაბად მინდა ეს იმპერია, თუ სამჯერ უფრო ღარიბი ვარ ვიდრე უკრაინელი, იმიტომ რომ ახლა ის რომ ინგლისელი მდიდარია რუსისთვის ეს ბევრს არაფერს არ ამბობს, მაგრამ აი ეგ ეს უკრაინელი კაცო ჩემნაირი რო იყო ზუსტად და ჩემზე სამჯერ მდიდარი რო არის ეხა მეც ეგ გზა მინდა და ეს გზა ნიშნავს რუსეთის დაშლას. ხო, ამიტომ პუტინისთვის არაფერი არ იქნება მისაღები, რაც არ გულისხმობს უკრაინის როგორც პერსპექტიული სახელმწიფოს განადგურებას. ანუ შეიძლება რაღაცა უკრაინა ფორმალურად მარიონეტული სახელმწიფო სადღაცა იყოს, მაგრამ ის არასდროს არ უნდა გახდეს ლიბერალური დემოკრატიის ნაწილი და ამ მხრივ რუსეთზე ძლიერი. უკრაინამ ეს 4 ოლქი რომც მისცეს, რუსეთისთვის ეს არ არის საკმარისი. რუსეთისთვის მთავარია უკრაინა არ გახდეს დასავლური სამყაროს ნაწილი. და ეს ნიშნავს უკრაინის აღარ არსებობას და აქ კომპრომისი როგორ ხდება? ვერ მოხდება. ამიტომ მე არ მგონია რომ ტრამპმა ამ კომპრომისს მიაღწიოს. ეს არის ნულოვანი შედეგზე თამაში. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. ამიტომ ჩემი აზრით ომი გაგრძელდება სამწუხაროდ, გაგრძელდება ომი, იმიტომ რომ ერთი და მეორე მხარეც თვლის და სწორად თვლის, რომ ომის წაგებით კარგავს ყველაფერს და კომპრომისი შეუძლებელი არის აქ. ანუ თუ რესურსებით შევხედავთ, მაშინ ვიტყოდით, რომ კი ახლა რუსეთი გაიმარჯვებს და ახლა ბოლოს და ბოლოს უფრო მეტი რუსი არის დედამიწაზე, ვიდრე უკრაინელი, ხო? და სხვა, მაგრამ მეორე მხრივ ევროპისთვის ეს არის წარმოუდგენელი სცენარი. ანუ ყველასთვის წარმოუდგენელი სცენარი არის პრინციპში. თუ რუსეთმა შეძლო გამარჯვება, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ აუცილებლად არის ბალტიის ქვეყნები, ტაივანი, რატომ არა იაპონია და კორეა, ანუ ჯინის ყუთიდიმიდან რა ქვია, ბოთლიდან თუ რა ქვია, ლამპიდან თუ რაც ქვია მაგას, გამოშვება, რომელსაც უკან ვეღარ დააბრუნებ მე, ხო? ხო და ჩემს ეს როგორ დამთავრდება, არ ვიცი ეს უკვე მორევაზე და რესურსი, იმიტომ რომ ეს რესურსების ის არის, ეს სამხედრო ახლა ვერც რუსეთი აიღებს კიევს და ვერც უკრაინა აიღებს მოსკოვს, ხო? გასაგებია. ეს არის აი როგორც ამ პირველ მსოფლიო ომზე როგორც თქვი რა, რომ თავარი ბრძოლის ველზე კი არ არის. თავარი ბრძოლის ველი არის სახლში. ხო, ვის აღარ ეყოფა ნერვი, რესურსი და მოთმინება, რომ ომი გააგრძელოს. ანუ
ან ზელენსკის უნდა უთხრას უკრაინელმა ხალხმა, რომ აღარ შეგვიძლია რა, როგორც დამთავროთ, აღარ ვიყოთ სახელმწიფო. კაი, გადავწყვეტოთ, რომ აღარ ვიყოთ სახელმწიფო, დავამთავროთ, ან მოსკოვში უნდა თქვანეს, ან იმ კაცს რაღაცა უნდა დაემართოს, 1000 რაღაცა შეიძლება მოხდეს, ხო? მაგრამ ის რომ რაღაცა ეს კაცი სამთოში რამეს დაასრულებს, არ ამგონია, იმიტომ რომ კომპრომისი ეგზისტენციურ საკითხებზე როგორ უნდა მოიძებნოს, ეგ არ ჩანს. კარგით, ხო არ მორჩეთ ახლა. 2 საათია გრძელდება უკვე. კარგი, მადლობა თქვენ.